მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბოდის გიხდით ზადერშკისთვის, გუშინდელისთვის და ბოდის გიხდით რუსული ბარბარიზმისთვის. დიდი ბოდიში ყველაფერი კარგად იქნება დღეს და კარგი გადაცემა გვექნება. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ გადაცემას გახსნის ახალი ამბებით ნატა ასათიანი. მოგესალმებით ნატა. გამარჯობა შალვა, საათის მთავარ სიახლეებს რამდენიმე წამში გაგაცნობთ. ამჟამადში ცენტრპოინტის ოფისთან დაზარალებული მობინადრეები იკრიბებიან მათი განცხადებით მენაშენეებს წლების განმავლობაში ცენტრპოინტში თანხები შექონდა, თუმცა დღემდე ბინები არ ჩაბარებია და პროკურატურას თხოვენ დაადგინოს რას მოხმარდა მათი თანხები და ზიანი ადეკვატურად ანაზღაურდეს. ცენტრპოინტის თანამშრომლები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. საქმე წავიდეს და ყველას რაც ხალხი ვინც დაზარალებულია და გადახდილი აქვს, აი ის რომ მშენებლობა მიიყვანონ თავის დონეზე როგორც ხო თავიდან, ხო? ხელშეკრულება შეთანხმებული. მე პირადად 5 წელია ველოდები და ჯერ კიდევ ბოლომდე არა ჩემი მიყვანები. მაგის გულიზე ახლა თითქმის ყოველ დღე დავდივარ აქ რომ გავარკვი ამათა რა ხდება, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ ამათი პასუხი ვერც მაკმაყოფილები და საქმე ჯერ ბოლომდე ვერ მივიდა. უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობთ, რომ იქნებ რამე გაკეთდეს. სხვა იმედი არაფერს არ დაგვჭირ. ნახოთ რა იქნება. თბილისის პროკურატურამ ცენტრპოინტ ჯგუფის მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი წარუდგინა. კომპანია დექსუსის დამფუძნებელი ივანე ცაგურიაკი დააკავა. საუბარია სხვადასხვა გზებით უკანონოდ 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებაზე, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამ ხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა. მათ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორგანიზებულ თაღლითობას ედავება. ივანე ცაგურიას კი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვა ედება. ბრალად ეს არის საქმის ერთი ეპიზოდი, გამოძიება მიმდინარეობს. რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ სხვადასხვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამ ხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა. რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბექვე პუნქტებით. თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით 192 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ პუნქტებით. მითვისება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე დიდი ოდენობით. ცენტრპოინტ ჯგუფის პასუხისმგებელი პირები, მათი დამფუძნებლები რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი ამავე დროს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული სახით სისხლის სამართლის პასუხისმგებაში იქნა მიცემული შეფესე დექსუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე ცაგურია. ცენტრპოინტ ჯგუფის დამფუძნებელი და 50%-იანი წელის მფლობელი რუსუდან კერვალიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს მაია რჩეულიშვილის მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილიც. რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი დღეს ქალაქის პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის ბრალის წარდგენა ოფიციალურად მოხდა. თუ მარტო გამოძიება იმისთვის მიმდინარეობს, რომ თქვათ კრიზისი, ომი, მერის ესეთი გულგრილობა და ხელის შეშლა მეთოდი ამ მშენებლობაში გადავლება ეს და რუსულს ეს ერთია. და თუ ობიექტური ჭეშმარიტების გამოძიება დაინტერესებს, ობიექტური ჭეშმარიტება ის არის, რომ პროექტი აშენებულია აბსოლუტურად. მოსახლეობა დღესვე მზად არის შესასვლელად. გონივრულად ჯერჯერობით არა ვარ ჩამოყალიბებული, უბრალოდ გადავხედე და ღრმათ იმასთან დაკავშირებით, რაც არის ჩამოყალიბებული, ჩემი პასუხი ესეთია, ერთადერთი კომენტარი. ვითანამშრომლებ ყველანაირად, რომ გამოსწორდეს ის მდგომარეობა, რომელიც არის კომპანიასთან მიმართებაში. დანარჩენზე კომენტარს ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მთაწმინდის რაიონის გამგებლის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა. განცხადება ბანკ ქართულს გაკოტრებას ეხება, რაშიც მელია ერთ-ერთ მონაწილედ ირაკლი შიხიაშვილს ასახელებს. ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. შიხიაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის დაკარგვამ მისი წევრები და ქალაქის მერი აგონიაში ჩააგდო. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული პროპაგანდა მალე დასრულდება. მე მინდა მოვახსენო თბილისელებს. მე ირაკლი შიხიაშვილი და ჩემი კოლეგები ვპირდებით თბილისელებს, რომ გიგი უგულავას, მისი მელია ბაჭიების ტალახის სროლა დაუსრულებლად ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ მათი ბინძური პროპაგანდა, მათი ბინძური ავანტიურა
და უზნეობის ფარფაში ძალიან მალე დამთავრდება ჩვენს ქალაქში. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, მათ უწყებას განცხადებით უკვე მიმართეს. ისინი დინამო არენაზე მომხდარი ინციდენტის დროს 3 პირის დაკავებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მინისტრთან შეხვედრის მიზანს 7 ივლისს დინამო არენაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვემორჩილებოდით პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, ჩვენ დავარღვიეთ საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენ მიმართავთ მინისტრს თხოვნით, რომ გამონახოს დრო და შევხვდეს და გაიცნოს რეალურ ფაქტებს, თუ რა მოხდა რეალურად. მის მიერ გავრცელებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ალბათ იგი არასწორად იყო ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი პროექტის ადრეული ქორწინების პრევენცია, გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის უჩან ანუაშვილის თქმით, საქართველოში ნაადრევი ქორწინების გამო 1 წლის განმავლობაში საშუალო განათლებას 7000-მდე მოზარდი ვერ იღებს. მისივე განცხადებით აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და განხორციელება, რომ ქვეყანაში ამ პრობლემის პრევენცია მოხდეს. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ამ საკითხის განსახილველად სექტემბერში მრგვალი მაგიდის შეკრებაც იგეგმება. დღევანდელ პრეზენტაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გვექნება ძალზე საინტერესო მნიშვნელოვანი დისკუსია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან, რათა განვიხილოთ ის საკითხები და დავგეგმოთ ის ღონისძიებები, რაც აუცილებლად გააუმჯობესებს მოზარდი გოგონების მდგომარეობას საქართველოში. ეს პირველ რიგში ეხება ნაადრევი ქორწინების პრევენციას და პრევენციას იმ პრობლემებისა, როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე სოციალური განვითარების მხრივ. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში 7000-მდე მოზარდი ვერ ასრულებს განათლების მიღებას, ისინი წყვეტენ განათლებას და ძირითადი მიზეზი არის სწორედ ნაადრევი ქორწინება და ადრეული ასაკში მშობიარობა. სწორედ ეს არის ის პრობლემა და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიებაც, რომ მოხდეს იგივე ნაადრევი ორსულობის, ნაადრევ ასაკში ორსულობის და ქორწინების პრევენცია, რომელსაც აქვს თანდები ეფექტი და იწვევს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები, მე ზუსტად 2 საათამდე გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. გესალმებით ჩვენ. გუშინ რას აკეთებდით? გუშინ ვისვენებთ. ჩემზე კი იცი რასაც ვაკეთებდით და ამას პოსტში წავიკითხავ და მე დავიწყოთ, აბა? ჩვენი მენიუ გავაცნოთ. ცხელი მენიუ. რას თავაზობთ დღეს მაყურებელს? დღეს ჩემს რუბრიკაში ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე სკოლამდელი აღზრდა. ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან 150-ე ბაგაბაღის დირექტორი ქალბატონი მზია მეტრეველი და ფსიქოლოგი ზაზავარდიაშვილი. როგორ უნდა გაიარონ მშობლებმა ონლაინ რეგისტრაცია, რის სიცოდნა არის აუცილებელი. რა ასაკში შეყავს ბაღში, მოგვიანებით უკვე სკოლაში, რამდენად უნდა იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში ამ თემაზე ზუსტად 1 საათი. სხვა შორის გამოვაქვეყნე ანონსი ამ გადაცემის და კითხვა დაისვა ჩემს Facebook გვერდზე, კითხე ფასიანი არის ახლა და უფასო სრულად როდის გახდებაო, ხო? გახდება თუ არა სექტემბრიდან უფასო. კი ბატონო, ეს არის საინტერესო. შენ და სკოლამდელი აღზრდა საერთოდ რას გულისხმობს და რას უნდა გულისხმოს? კარგია თუ არა, რომ ბავშვი როცა მიდის სკოლაში უკვე იცის წერა კითხვა, უკვე არა, საბავშვო ბაღებში არ ასწავლიან წერა კითხვას. საბავშვო ბაღში არა, მაგრამ სახლში ხო არის ხოლმე შემთხვევები, რომ ასწავლიან და ბავშვი უკვე თავის თანახმადებლებს ბევრად პრობლემა. სიმართლე გითხრათ, მე pirადად მაქვს, იმიტომ რომ ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომელიც არის 10 წლის, როდესაც შედიოდა სკოლაში, თავისით ისწავლა წერა კითხვა, სამგერთ პრობლემა არის მეორე შულში, რომელიც არის 5 წლით და ნუ ვერანაირად ვერ მოვანდომეთ. ბიჭები ნელა იღებენ. ვერ გაარკვია რომელია, რომელია. და ნუ თელი ოჯახი ვართ ამ თემაზე ძალიან შეწუხებული. ბიჭები რას გონს იღებენ ნელა, მერწმუნე ვიცი. ასე რომ სანერვიულო არ კი, კი. რაც შეეხება ჩემს სტუმრებს, ნუკრი მაღალაშვილი და ქალბატონი მედია მაღალაშვილი იქნებიან ჩემი სტუმრები, ცნობილი ქორეოგრაფი ბატონი ნუკრი, იცი ალბათ მის შესახებ, რომელიც უკვე ბევრი წელია თურქეთში მოღვაწეობს სამსუნის საბალეტო თეატრში, ძალიან დიდი წარმატებები აქვს, ახლა არის თბილისში და გვინდა ვესაუბროთ ზოგადად საბალეტო ხელოვნებას. ჩემი გადაცემის სტუმარი პირველი არის პოეტი დათო მაღრაძე და შემდეგ მომღერლები წვილი ნატო მეტონიძე და გია გაჩაჩილაძე, ეს ცნობილი მომღერლური ვოკალური წვილია და ისინი ისაუბრებენ მერწმუნე ძალიან საინტერესო თემებია. აი ესეთი პოეტური და მუსიკალური ნაწილი მაქვს დღეს. ეხლა ვიცოცოთ კედელზე პოსტენოლ. ვიცოცოთ. ვიწყებ მე. დაგაწერით. როგორ შეგეწინა ამბები. ქობულეთში ვიყავი გუშინ.
შეხვედრაზე ვიჯექი, სასტუმრო საუსთან. გაიჩიტა სააკაშვილი, ავდექი, ერთ კიდესთან ეგიდგა, მეორესთან მე. მერე მითხრეს ხელებს შლიდი და აგინებდიო. ნერვები არ მივარგა და ალბერტი. გულახდილი აღიარება შალვარავიშვილი. აბა მოგვიყევი, ხა შეგადიყავი და რა ხდებოდა? კობულეთში რაღაც შეხვედრაზე ვიყავი და იქ იყვნენ ასევე ნასვამი იყავი? არა, რა თქმა უნდა, ეს იყო დღის პირველ საათზე, ხო? მაგრამ აი, ხიზელმაც დაკარგი კონტროლი თუ რა? ხო, იმიტომ რომ გახსოვს რა ხდებოდა? მისი რეაქცია გახსოვს? მოიცა კაი, ხო ძალიან დავიწერე. ჯვარედინი დაკითხვა ხო არა? არა, სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ პირველი რაც მოხდა, ხო არ მიამაყება და დედამამუკდეს არ ფიქრობ, ეს არის კარგი. არა. იმიტომ რომ ცხადია, როცა აღიქვავ შენს მტერს ასე, რომ შეიძლება მას რაღაცნაირად უწმაწურადაც მიმართო, ეს არ არის ზოგადად ღირსეულის აქციელი და ისედაც აქციულია ახლა და წიხს რატომ უნდა მიამართა? არ ვიცი, ეთყობა იმან რომ ესე პირველად ჩემი დაპატიმრების და ციხიდან გამოშვების მერე ვნახე ეს კაცი. პირველად ვნახე? კი. და რაღაცა თავი ვერ აფექტის მდგომარეობა იყო. შეიძლება ითქვას კი. მაგრამ ნუ ისიც ცხადია რომ რა სანქცია ხო არ გემუქრება? არა, ჩუმად. ანუ რეალურად რა მოხდა? ვაცალოთ ადამიანს, ვკითხეს რა მოხდა რეალურად? ვერ ვაცით, ვერა, ისეთი ბიჭაუდები. შეხვედრაზე ვიჯექი. იქ იყო აი ჭყონია სასტუმრო რო არის და იქ ცხოვრობს ეს ახალგაზრდა მამაკაცი თავის ოჯახთან ერთად და ახალგაზრდა რაც არის რა და ნახე მეგობარი და მეგობარი ახალგაზრდები რომელსაც ძალიან დიდი მიზეზი აქვს იმისა რომ არ მოსწონდეთ სააკაშვილი და დავინახე მე ეს პრეზიდენტი ჩვენი და აუზის იქითა კიდეზე იყო და რაღაცებს იდგა და იყურებოდა და მე აქეთა კიდეზე ვიყავი, მაგრამ ნუ გინება ხო არა, გინება კი არ ამიტეხია, რა თქმა უნდა, ხელები გავშალე და ჩემთვის ჩუმად ჩაველაპარაკე, რომელიც იქ მდგომებმა გაიგეს, თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, ადრესატმა თუ გაიგო. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ეს აქციელი, რომ უბრალოდ მე ეს იმიტომ გამოვაქვეყნე, იმიტომ დავწერე, რომ მაინტერესებს. ვერ მოგიწონ. მე და ქეთი ვერ მოგიწონ. არ არის, არანაირი მოსაწონი არ არის. სხვა შორის აგერ ჩემ გვერდზე რომ დაპოსტე, ბევრი რაღაც გამავნებებელი შეძახილებია. ეს სხვათა შორის არა მარტო ჩემი პრობლემაა. ძალიან ბევრი ადამიანი როდესაც უყურებს იმ ადამიანების გამოსვლას, რომელიც არ მოგწონს და შეიძლება გვეზღება კიდევაც ახერმოძის წარმომადგენლებს ვამბობ. ვერ იკავებს ემოციებს და შეიძლება პირისპირაც რაღაც უთხრასთან მოიმოქმედოს და სინამდვილეში ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი პრობლემა, ჩვენი ან სუსტი ნერვების ან შეიძლება სუნდაბლობის რაღაცნაირად გარკვეულად. თუ გიფიქრი ამაზე და თუ წარმოგედგინე როგორი იქნებოდა თქვენი პირველი შეხვედრა წლების წინ? არ ვიცი, არა. ამაზე არ გიფიქრი, აი რომ შევხვდები, აი რას ვიზამ, რას ვეტყვი, არ ყოფილა. არ ვიცი, არღარც მინდა სიმართლე გითხრა, ახლა მაგას დაივიწყე, არ ყოფილა გუშინდელი. არა, ვერ დაივიწყე, მაგრამ მაგას პასუხისგება უფრო მაღალ ინსტანციებში მოუწევს. მე პროკურატურას არ გაგულისხმობ, ღმერთთან მოუწევს, როგორც ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს, რა თქმა უნდა და ნუ მე კიდე ერთხელ ვიხდი ბოდიშო გეთი რაღაც დამეუფა. კარგი გვეყოფა ხა. ეკა გამცემლიძე წერს გაასაჯაროეთ სამეგრელოში ნაპოვნი წამების კადრები დაასრულეთ ნაცების უტიფრობაო. ასეთი პოსტი. მოკლედ მივხვდი რაშია საქმე, წერს ერთ-ერთი აქტიური Facebook-ელი, ეს მშობიარობა უფასე რომ გახდეს, მთლად ეგრე ხომ ვერ გამოვა. ვიღაცამ ამ მშობიარობის ფული ხომ უნდა გადაიხადოს. იქაც ხომ ხალხი მუშაობს, ოჯახები ყავთ, ბავშვების არჩენი ხო და გახდეს კოცნა ფასიანი და ამ ჯარიმებიდან გადაერიცხებათ მერე მშობიარობის ფული სამშობიაროებს და კოცნაზე არ არის ხო მოგიარეთ რომ ძალიან აქტიურად წერენ ამ თემაზე Facebook-ში. ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა Facebook-ზე რომ რა არის კოცნასაც გვიგზალავენ და რა ხდება. ერთ რამეს ვიტყვი რომ ცხადია თუმცა არ არის მგონი კოცნა. არის რაღაც ქმედებები, რომელიც რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, მაგალითად წელზევით გაშიშვლება ქალის. ან რა ვიცი, რაღაც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ქუჩაში. მაგრამ არის რაღაც ქმედებები, რომელსაც ვერ დაადგენს პოლიციელი, ახლა ის ზნეობრივია თუ არა, ხო? და როდესაც ასეთ ცოტა ბუნდოვანი კანონი შემოგაქვს, შეიძლება მართლაც თავისუფლების შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი. საერთოდ ზნეობის პოლიცია რამდენად მისაღებია, არ ვიცი. ზღვარი არის დასადგენდა ყველა ქვეყანაში, მსოფლიოში არის ეს ზღვარი, მაგალითად შეიძლება სადღაც აკოცონ კიდევაც ერთმანეთს წყვილმა, მაგალითად დასავლეთში რომელიმე ან კათოლიკურ ან სხვა ტაძარში რომ წყვილმა ერთმანეთს აკოცოს, ხო?
ეს რა თქმა უნდა იქნება რელიგიური გზნობების შეიძლება შეურაცხყოფაც და შეიძლება იყოს ეს ზნეობის შეურაცხყოფაც და პოლიციაც შეიძლება ჩაერიოს და ასე შემდეგ. მაგრამ იგივე რომ მოხდეს და ადრეს წინ სან მარკოს მოედანზე ასადმე არ ვიცი. ეგეც არ იქნება ალბათ. ყოველ შემთხვევაში ეს ისეთი თემაა, რომელიც განხილვაში ძალიან რთულია შეცვლა და მე მგონი მაგაც პოლიციას ამის დისკრეცია არ უნდა ქონდეს რა და გამოხმაურებები ახალი გამოთქმა ვერ გაკოცებ ხელფასამდე იმიტომ რომ ჯარიმა მეკდება გადასახდელი მეკოცნის ყველა კანონს ვარღვევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ ეს რაღაცა ახალია ჩვენ ძალიან ხშირად განგვიხილავს მსგავსი ფოტოები ხედავთ ეს არის უთო როგორც ხდები self shot-ი როგორც ეძახიან ოღონდ ამ შემთხვევაში არა სარკეში არამედ უთოში გადაღებული საკუთარი თავი შალვა არ აქცევ ყურადღება შენ ორიგინალურად ეს ვინ არის? ვინ არის სახელი და გვარი არ ვიცი. უთო, რა კაი უთოა? არა ჩვეულებრივი. ეს ნაცრუტებიდან ორთქლი გამოდის, ხო? წყალი. ხალებო. თუ წყალი. თუ ორთქლი კაცო რა წყალი. კიდევ ერთი ფოტო ნახე. თუ ორთქლი. როგორც ძინა. კაი, გერასაბოს გვანცა შენზე. რა საბობს? იცი? არ გაიგზავნო, არა. ისე ეკითხებიო ორივესო, ისე ეკითხებიო თითქოს თავს იკლავენ უთოობითო. რა თქმა უნდა. გვანცა. გინდა ჩაგიტარო. უთო ჩაუტარე. უთო გინდა ჩაგიტარო. ნახე როგორ ერთნაირად ძინავთ მამებს და შვილებს და რა არის გენეტიკა. აქ ალბათ ბევრი არის გადაღებული. ბევრი ალბათ მამა სპეციალურად აღებს ამ პოზას ხო რომ ვითომ ერთნაირად ძინავთ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მე მგონი მართლაც აი შუა სურათი არის განსაკუთრებით მაგარი. არ ხო, აქ არ ძინავთ. რაღაცა უნდა რომ უთხრას. არ ვიცი თუ გამოჩნდება კაცი. სასაცილო ქართული სიტყვების სიას კიდევ ერთი დაემატა. მოკლედ ხომ არის ასეთი მაზალო სიტყვები. დარჩა, ანუ დაორსულდა, მორჩა, ანუ იმშობია რა დადიან, ანუ შეყვარებულები არიან. გუშინ კიდევ ერთმა მითხრა ასეთი რამ. მოდი გნახო და გადაგკოცნო. ასეთი პრინციპში ძალიან ბევრი და ჩამოთვალით შეიძლება იყოს გრძელი. მოდი გნახო, ანუ მოდი გნახო და გადამკოცნაო. მოგინახო, ხო, მოგინახო. ახო გვეყოფა უკვე მე მგონი. მაგრამ დიდი მადლობა იმისთვის რომ და თუ მოახერხე ერთ ფოტოსაც განახებ როგორ უნდა დავჭეთ ქალები და ახალგაზრდები. მართლა ფოტოთი ჩანს? კი, აი ეს ჩანს ძალიან მარტივად და ადვილად ერთი წამი არის. აი ესა? აი ეს იცი რა მოატყუეთ ბებიათქვენები რა ამას ქვია მოატყუეთ ბებიათქვენები ქვია ამას გარგინე ხა ეგ რაღაცა რიჟა ფოტოებს ჩვენება დიდი მადლობა რომ მოусმინეთ ამ ყველაფერს თვითონ ტელემოყრილო დათო მაღრაძეს თხოვ რომ მოვგზავნდეს რეკლამის შემდეგ სტუდიაში დათო მაღრაძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, დათო ჩემი მეგობარი, ყოველთვის საინტერესოა მასთან საუბარი და რა გიყა ხელოვანი კაცია, ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ ნიუანსებს ნუ ჩავწვდებით, არც არის ეს საინტერესო ჩვენ საუბარში, უბრალოდ რაღაც ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, ხო? ადამიანთა შორის ურთიერთობაც ხომ ხელოვნება და სწორედ ამ რეგულირებაში შემოდის მთავრობა, ბევრს არ გავაგზავნებ, ვიტყვი მხოლოდ არს ის რომ საქართველოს მთავრობას კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს გაამკაცროს ადმინისტრაციული კოდექსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოქალაქეთა მოქცევის კუთხით, ანუ მოქალაქეთა მოქცევას გულისხმობ ზნეობასთან და ზნეობრივი კატეგორიებისადმი შეუფერებელ მოქცევასთან კუთხით. ესეთი რამ სოფლიოს ყველა ქვეყანაშია, უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და რა თქმა უნდა იცი ისიც რომ რაღაც გარკვეული შეზღუდვები და წესები ერთ შეხედვით ყველაზე თავისუფალ ქვეყანაშიც არსებობს ქართულ რეალობასთან ახლოს, ქართულ მენტალიტეტთან ახლოს, როგორ შეიძლება ეგ საკითხი გადაიჭრას დათო? მე კონკრეტულად ამ კანონზე არ საუბრობ ზოგადად. ეს ჩვენს ტელემაყურებელს რა გითხრათ, იცით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოუმზადებელი ვარ, არ ვიცნობ ამ კანონ პროექტს. ერთი ვიცი, რომ ბოლო დროს რაც განვითარდა მოვლენები პოლიტიკური პოლიციიდან, გესტაპოდან მივიღეთ პოლიცია. ეს კი? აი რაც ძალიან მართლა თვალსაჩინოა და ზედაპირზე დევს, თქვათ პოლიტიკური ნიშნით აღარ უსწორდება პოლიცია ამა თუ იმ მოქალაქეს. როგორც უსწორდებოდა, როგორც ჩვენ გვისწორდებოდნენ უბრალოდ მაშინდელი პოლიცია, თუმცა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო საქართველოს პოლიცია და არა თქვათ ნაციონალური მოძრაობის პოლიცია. კანონპროექტს რაც შეეხება ვერ გეტყვით, აი მართლა არა კანონპროექტზე ნუ ვისაუბრეთ, უბრალოდ შენი აზრით
სახელმწიფო როგორ უნდა არეგულირებდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ადამიანთა მოქცევის წესებს. სხვა ქვეყანაში, სხვაგვარად არის, საქართველოში რა უნდა იყოს, რომ არც ადამიანის პიროვნული თავისუფლება დაზიანდეს და არც დაუშვათ ზნეობრივი ნორმები დაირღვას. იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ხრივ რა თქმა უნდა სპეციფიკური ქვეყანა ვართ, როგორც ყველა სხვა. იგივე ნორმები, რაც ნიდერლანდებში აქ არ შეიძლება რომ იყოს, ხო? არ ვიცი, შეიძლება გამოდგეს შეიძლება შენ მართლა ფიქრობ მაგას. არ ვიცი, ხა როგორ იქნება. თავშეყრის ადგილზე საერთოდ ცივილური საზოგადოება დაახლოებით ერთ-ერთი კრიტერიუმებზე თანხმდება ხოლმე. რა ვარგა, რა არ ვარგა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. ესე ალბათ არ იქნება ცდომილება ძალიან დიდი არ უნდა იყოს აქ თუ საზოგადოება სულიერების განვითარების რაღაც საფეხურზე არის. ის აუცილებლად დაემსგავსება მეორე განვითარებულ საზოგადოებას. შენი აზრით, ანუ ჩვენი საზოგადოება, ქართული საზოგადოება, განვაზოგადოთ თემა. ამ ხრივ, ანუ ზნეობრივი სტანდარტების და სპეციფიკის კუთხით გავს თუნდაც დასავლურ ევროპულ საზოგადოებას? რაღაცით გავს, იცით, აი, შალო ორიენტაცია, აი ესეთი აზროვნების კატეგორიით გავს, კულტურის ისტორიით გავს, იმიტომ რომ ანტიკური რაციო და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზმა გამოიწვია ევროპის რენესანსი. ამანვე გამოიწვია გელათის იდეაც, ეს იყო ათენი და იერუსალიმი და ამან გამოიწვია აქ ვეფხისტყაოსანი. გენეტიკურად ევროპელები ვართ, შეიძლება ეს თვითონ ქსოვილი კულტურის მსგავსია, რა თქმა უნდა. აზროვნება, ეს ყველაფერი ძალიან მსგავსია, მაგრამ დოგმები და გარკვეული აი დოგმატიკას არ გულისხმობ. მე ქრისტიანულ ზნეობრივ საფუძვლებს ქსოვილს. საზოგადოებაში არსებული რაღაც გარკვეული დოგმები, შიშები, ცურწმენები არის. ამ ხრივ დღეს აშკარად პერიფერიულად გამოიყურება ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ. ეს რა ვიცი, ჩემი პირადი მოსაზრება სუბიექტური აზრია, ხო? მაგრამ მე სუბიექტი ვარ და სუბიექტური აზრი. იქნებ, როდესაც გამოთქვამენ შეშფოთებას და სხვა შორის, როდესაც ასეთ კანონს იღებდნენ ალბათ დასავლეთში, ან ეხლა როცა მოქმედებს ეს კანონი, უკვე აღარ არის შიშები, რომ ვიღაცა ამას რაღაც თავისუფლების შეზღუდვად გამოიყენებს. იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აპროტესტებენ, ხომ არ აქვთ იმის შიში, რომ პოლიცია და პოლიციაც ინდივიდებისგან შეესდგება და მოსამართლეც თავისი სწორედ აი ამ პერიფერიულობის გამო გამოიყენებენ ამას არასწორად. მიხვდი? ანუ კანონში შეიძლება ყველაფერი კარგად ეწეროს, მაგრამ პოლიციელისთვის დაუშვა ჭიპის გამოჩენა ახალგაზრდა გოგოსთვის. დაუტოვოს პოლიციას, რომ ის თავის მიზანშეწონილობის და აი მე ოჯახში როგორც მაქვს საქმე დაყენებული, რომ ჩემს ქალიშვილ გოგონას ასე უნდა ეცვას და ასე უნდა იქცეოდეს, იქ ვიღაცას რო აკოცოს, მე ხო დავსჯი მამა, ხო? ასევე რომ დაინახოს იგივე სტერეოტიპით რომ იმოქმედოს. ხო, ალბათ ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებული უნდა იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება თქვა პოლიციელის, თქვა ერთი პოლიციელის დიდი ლუფტი არ უნდა ჰქონდეს მის მიზანშეწონილობას, რა მიაჩნია ზნეობა და რა გაწერილი უნდა იყოს უბრალოდ, მას მხოლოდ აღსრულება უნდა ევალებოდეს და არა შემოქმედებითი მიდგომა და რაც შეეხება შენ ახლა ისეთ ძალიან ფაქის თემას შევეხეთ უბრალოდ რომ აი ძალიან ისეთი არსობრივი პრობლემაა საქართველოს ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა აი პერიფერიულობას რაც გულისხმობ იცით ვიღაცას გოიმსკი არ ვეძახი ამ შეურაცხყოფას არ ვაგენ ან საკუთარ თავს მაგრამ არსებობს ძალიან დაემსგავსა ჩვენი ხალხი და ჩვენი საზოგადოება ბოდიში ხალხთან ბოდიში ვიყიდე ხალხი არა უბრალოდ აი უფრო საზოგადოების სახეს რო ქმნის ასეთი ინდივიდები რიტუალური ცხოვრების წესი ავირჩიეთ. არანაღდი, ხო? არანამდვილი, აბსოლუტურად. გახსოვთ თქვენ ეროვნული მოძრაობის დროს იყო რიტუალური პატრიოტიზმი, ძალიან თვალსაჩინო იყო. რიტუალური მართლმადიდებლობა არსებობს. ანუ მორწმუნე არ არის რეალურად, მაგრამ ასრულებს ამ რიტუალებს და ნუ ახლა ხო გვინახავს რესტორანში რატომ მიდის ადამიანი გასართობად, სალხინოთ, ხო? ახლა რესტორნების მოსალოცად ხო არ მიდის არა, მაგრამ ამისთვის არის ეკლესია მონ. აი ეს რიტუალური ნაწილი ძალიან თვალსაჩინოა, ძალიან თვალსაჩინო გახდა. რიტუალური, ნუ არ ვიცი ახლა ზოგი თქვა სამოსი მშვენიერია ახლა ტრადიციული სამოსი და ამას თავისი ფასი აქვს და შეიძლება დღესასწაულზეც რა ვიცი მეც ჩამიწვამს და მაგრამ ამით ისო აფიშირება შენი ნაციონალობის რიტუალური პატრიოტიზმი ხანდახან ფიქრობ რომ ერთი ჯვარგუმბათოვანი ხუდები სხვა შეუგვეთოთ რომ აღსარებლობაც ჩანდეს ჩვენი ტანისამოსში სულ აფიშირება ხდება აფიშირება ფარისევლობა რა ეს აფიშირებული აი როგორც ქართულ პოეზიაში იყო აი ესეთი
აღვირახსნილი პატრიოტიზმი სამშობლოს მიმართ. აღვირახსნილი სიყვარული შეიძლება ითქვას, ხო? ბულგარულია, როცა ასე არ ჭირდება სამშობლოს ამდენი ლოშნა და ხვევნაკოცნა და მოქცევა, კულტურული მოქცევა უფრო მნიშვნელოვანია ალბათ რა ადამიანის. მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ ალბათ იმ წინაპირობიდან, რომ ქართველი დაბადებიდან, ანუ თავისი არსით, ქართველი მეგულისხმობა ეთნიკურ მიკუთვნებას, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქე, ამ ქვეყნის კულტურის გამაზიარებელი ყველა ეთნიკური ჯგუფი არის შინაგანად ლაღი, რადგან აქ არ ყოფილა არასოდეს ისეთი მწვავე დაპირისპირები, როგორც სხვა ქვეყანაში, ანუ ჩვენი ეგრეთ წოდებული ტოლერანტობა ცუდი სიტყვა, იმიტომ რომ ეგუები ვიღაცას. გამომდინარეობს არა იმიდან, რომ ჩვენ რელიგიური ომები გადავიტანეთ როგორც ევროპაში და მერე შევთანხმდეთ, რომ მოდი აღარ მოვკლათ ერთმანეთი. არამედ იმიტომ, რომ თავის თავადი იყო ეს დავით აღმაშენებელი მაჰმადიანს კი არ იტანდა, შედიოდა ეკლესიაში და იქ მეჩეთში და იქ ეზიარებოდა ღმერთს. ანუ ამის თქმა მინდა. ეს მე მგონი არის მაინც დროებითი პრობლემა. ეხლა თქოს აღმაშენებლის ევქარისტიას ხო, მაგრამ დროებითი პრობლემაა. უტრირებას ნუვახდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თანაცხოვრების კულტურას აქვს უზარმაზარი ტრადიცია საქართველოში. ამისი პრობლემა არ იდგა საქართველოში. ჩვენ ერთმანეთისთვის გვეცალა ყოველთვის. აი ამითი შეიძლება ხასიათდებოდეს საქართველოში. რატომ მოხდა ეს? იცი რა არის, რომ გვეცალა ერთმანეთისთვის და გვცალია. აი აქ ამას აქვს ბევრი ძალიან დადებითი თავისი მომენტი და აქვს უარყოფითიც, იმიტომ რომ იმდენად აღარ უნდა გეცალოს ერთმანეთისთვის, რომ თქვა იმ ოჯახის საიდუმლოებების გამოძიებაც დაიწყო და შენთვის დაფარული არაფერი არ უნდა ეს უკულტურობაში გადადის ხოლმე, მაგრამ ერთმანეთისთვის რომ გვეცალა, ამით იყო აქტუალებული აქ ნებისმიერი ინტელექტუალი, ვინც ჩამოდიოდა, არა მხოლოდ არქიტექტურით, არა მხოლოდ ასე სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებით, არამედ ურთიერთობის დღესასწაულით, რომელიც იდგა საქართველოში. ერთმანეთისთვის რომ გვეცალა, კახური ალილო რომ შეიქმნას, უნდა გეცალოს ერთმანეთისთვის. ანუ შენ საზრუნავი არ უნდა გქონდეს სხვა? გეცალოს რას ნიშნავს? ანუ არა, საზრუნავი რომ გაქვს, აი იმ ფონზე მაინც იცლი შენ. იმიტომ არის საქართველოში რატო ვერ ვიცი ფსიქოთერაპევტი არ ჭირდებათ ადამიანებს, ხო? მეგობარი ყავს და მაგაც მეგობრები ერთი და ორი კი ყავს მეგობრები და რატო ვერ ვიცლიდით აი ამ ბოლო დროს რამ ჩაგვითრია ასეთმა რა ეშმაკ მადადოძა არა, ერთმანეთისთვის ახლა ბოლოს ერთმანეთის განსაკითხავად მოვიცალეთ ჩვენ. სამწუხაროდ, ეს ძალიან არაქრისტიანული. ხოჭორს აი აქ ამ თეორიას გავაგზავნებ და 1 ოქტომბერს გახსოვს არჩევნებზე რომ მიხდეთ. ერთმანეთის მოიცალა ხალხმა, ანუ გაუზიარეს და დაიჩურჩულეს, დაილაპარაკეს, სოლიდარობა გამოაცხადეს და ჩუმად აღელვების გარეშე, ისე რომ არავის არ დაანახეს და მიტინგებზე არ გამოვარდნენ მაინდა-მაინც შემოხაზეს ის რაც შემოსახაძი იყო. ესეც მოცლა იყო ერთგვარად სოლიდარობა. აქ ყოველთვის არის ხოლმე კულტურული ნაწილს უპირისპირდება უკულტურო ნაწილი საქართველოში. ძირითადად ეს დაპირისპირება კულტურების დიქოტომია. კი, კულტურა კონტრკულტურის ის არის ხოლმე დაპირისპირება. და ნუ ეს მე ხანდისხან მოახდენენ ხოლმე და ხელისუფლებაშიც ხდება ესეც სამწუხაროდ ხელისუფლებაში აღწევენ ასეთი ადამიანები, მე ანგარის უსწორებენ იმას, ვისის მთელი ცხოვრება რატომღაც შურდათ და თვლიდნენ, რომ მათ ეკუთვნოდათ და სხვა მიიღო ის პატივი, რომელსაც ხალხის სიყვარული ჰქვია. ამდენად მე ანგარის უსწორებენ და აი ამ სამარცხვინო უბედურების წინაშე დავდექით, როდესაც აღმოჩნდა, რომ 21 საუკუნის დასაწყისში საქმე გვაქვს დანაშაულთან თუ არ ვწდები კაცობრიობის წინაშე. წამებებთან და ეს ათასობით ფაილები დევს ამ წამების. თვალთვალის წამების ყველა უბედურების რაც კი ავატყოფურ ტვინში შეიძლება მოიხარშოს და მე სულ ვფიქრობ ხოლმე ახლა რომ ემიჯნებიან ამ წამებებს ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნარჩენები გაუშვით კადრები აი ეს კადრები უნდა შენ ანახი გაგ ეგ კადრები არა მაქვს ანახი შენ წარმოგიდგენია რა მოხდება ეგ კადრები რომ გაუშვო უბრალოდ ადამიანმა რომ ნახოს როგორ აუპატიურებენ ახალგაზრდა კაცს რომელიც არის მიმულის კოჩით მაგიდაზე ეს ძალიან ყველაფერი უნდა იყოს დაცული შალვა იდენტიფიკაცია რომ ვერ მოხდეს და ასე შემდეგ მაგრამ აი ჩვენ ერთი გუნდი ვართ რომ გქონდათ სიმღერა აი ამ ფონზე უნდა გავიდეს ეგ კადრები ეხლა დადგნენ ყველანი ამ კადრების უკან. ეგენი დგანან. ეხლა ვერ გაიმიჯნებიან. ეგენი ერთი გუნდი არის. შეიძლება რომ თავისთავად ის რაღაც რაც შეიძლება ასე მივიღოთ, ანუ მათი სრული დაშლა და დემორალიზება და მეორე მხრივ, რასაც მივიღებთ, რომ საზოგადოების უკიდურესად დიდ შოკში ჩაგდება, ერთმანეთთან არ ეთანადება. მე არ მიღირს, მე პირადად ეს შენ შეიძლება სხვა აზრი გაქვს, მე არ მიღირს მთელი საზოგადოების დაზაფრვა იმ რამედ, რაც არის ამათი სრული დედის ტირება და უშვათ თუ იქნება ეგრე.
და მიხდი ამის მისახა ჩვენ წავედით უბრალოდ სიღრმეში ლაბირინთში წავედით ეხა იქ სწორ მართალი აღარ ჩანს ხოლმე მაგრამ ერთი რა არის იცით მე არ გეუბნებით ეხა მაინდა-მაინც მოთხოვნა ასეთი დაბეჭდებითი არ მაქვს რა დოკუმენტური კადრები მთელი სიგრძე სიგანე და სისავს არა უბრალოდ რაღაცა ნიშანი შეიძლება მისცე რომ აი ამას აკეთებდა ეს იციან ძალიან რომლებიც და აი იმ ფონზე იმ სიმღერის ფონზე რომელთაც 9 წელი გააყრუეს მთელი საქართველოს მაშინ რატო არ ესე იგი ეხლაც უნდა ერთად იყვნენ ისინი ეხლაც ერთი გუნდი არიან რა უცნაურია რომ გუნდის ის წევრები რომელსაც უშუალოდ არ უწამებიათ მაინც დაზომბებულივით მიყვებიან აი ამ სამარეში იმას ვანო მერაბიშვილს და მიშა სააკაშვილს აი ზომბივით მიიწევენ იქით ძალიან უცნაურია ჩემთვის აუხსნელია ხო ეხლა რაღაც ისწამებაც აუხსნელია ჩვენთვის ხომ ეხლა არ ნუ რაც შენ კარაბადინში არ წერია არც ვერც ძნელია რომ წარმოიდგინო რომ ადამიანებს ესეთი ვნებები წამოძრავებს თვალთვალს მაგალითად საკუთარი გუნდის წევრის და მის ცოლის სექსის ყურება აინტერესებს ვიღაცას ანუ ერთად რო ვართ და აი ეგ ხო და აი ეს რა აინტერესებს ისინი ერთი გუნდი არიან აი მე კიდევ ვამბობ 9 წელიწად მღეროდნენ რომ ისინი არიან ერთი გუნდი იმღერონ ეხლა რომ ერთი გუნდი არიან აი ეს ყველა ნაციონალი აი მის პასუხისმგებელი და მონაწილეა. კარგი, 1 ოქტომბერი ყველა უკლებელი მონაწილეა აი 27 ოქტომბრის მერე აღარ იქნება ეს პარტია დარწმუნებული ვარ, თუ იქნება ნუ ძალიან ძიმე დღეში დაიშლება ალბათ და ახლა მაინც დაიშლება იმ ნაწილად რომელსაც უშუალოდ წამებში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ დგას თუ არა შემდეგ მწვავედ მთავრობის და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის გაკონტროლების საკითხი და ამ კუთხით ხო არ შეხედავ ბიზიან ივანიშვილის საზოგადოებრივ სექტორში წამოსვლას, რომ რაღაც ძალიან მძლავრი მაკონტროლებელი რაღაცები იქ შეიქმნას. იმიტომ რომ ხო ხვდები, დაიშლება ეს ყველაფერი, კონტროლი სჭირდება საზოგადოების მხრიდან და გაძლიერება უნდა აი ამ სექტორს და იქით მიდის ნაციონალური ეხლა მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია რაღაც ქაღალდზე ალბათ არსებობს ხო იურიდიულად. ეხლა კი რეალურად არ არსებობს, მაგრამ რატო არის ცუდი ეს რომ არსებობს ქაღალდზეც? ჩემი აზრით. ქაღალდზე ხო. ხო, ნუ აი ესე რომ არსებობს და სადღაც ხო წერია, პარლამენტში ხო წერია რომ არიან იქ ფრაქცია. ეს უშლის ხელს ოპოზიციის გაჩენას. ოპოზიცია არ არის საქართველოს და ოპოზიცია როცა არ არის განვითარების მუხტი წყდება საზოგადოება წვეთს განვითარებას აი ეს არის ძალიან ცუდი რა საგანგაშო შენ როცა არ ქმევ რაღაცას ოპოზიციას რომელიც რეალურად იცი რომ არაფერ კვალიფიციურ ოპონირებას ვერაზროს ვერ გასწევს რა და პოლიტიკურ პროცესში ვერ მიიღებს სრულფასოვან მონაწილეობას აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ამიტომ ჩვენ უნებურად არ შეიძლება ხელი შეუშალოთ მართლა ოპოზიციის გაჩენას. თუ ოპოზიციის გარშე უბრალოდ არ შეიძლება რა. აი სწორედ ამ საკითხში ამ კუთხით განვიხილავთ ივანიშვილის წამოსვლას საზოგადოებრივ ნაწილში. ხო, ივანიშვილის წამოსვლას პოლიტიკური პარტია არ იყოს. სხვა შორის თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციები გამყარდება ძალიან, მათ ძალიან დიდი ნდობა მიეცემათ და მომძლავრდებიან, სწორედ მათ შეიძლება ოპონირება გაუწიონ და არაფერი არ გააკეთებენ ცუდი. გეთანხმები, იმიტომ რომ აი ჩვენ და სამწუხაროდ ესეც პერიფერიული სიმპტომია, რასაც ახლა ვიტყვი. ეს ამაში საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გარკვეული ნუ ბრალი ბჭყალებში რა თქმა უნდა მეუძღვნა წვლილი. როდესაც ისინი აფინანსებენ აქაურ ფილიალებს თქვათ. ხო, ნუ გასაგებია რა პრიორიტეტებიც არის, გასაგებია. რადგან იღებენ ინფორმაციას. ხო. მე ვიხდი რომ რეალური ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ის ჩემთვის სასურველ ინფორმაციას მოწვის. პიროვნება გაქრა ჩვენთან. სამოქალაქო სექტორი რომ ამბობენ, სულ NGO-ები წარმოუდგენლად. თუმცა ესე არ არის. ინდივიდი დაკარგეს. რა თქმა უნდა. აი ეხლა სულ ვფიქრობდი, ორხან პამუკის mnogi იცვიდა როგორ იქნება მრავალი ფერი რომ წაკითხული ჰქონოდა ვინმე სტამბოლში აი ეს მოვლენები არ განვითარდებოდა. იმიტომ რომ მთელი არსი დევს რომ ეს მოსალოდნელი იკითხება იმ წიგნში იკითხება. პროფეტი იყო ისლამიზაციის და ბევრ წერდა ამაზე. ბევრ წერდა დასავლურ ცივილიზაციაზე, ისლამურ ტრადიციებზე, მათ სინთეზზე, მათ შეცმაზე, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ძალიან ბევრ წერს და პამუკი რა თუნა პამუქს NGO პამუქს საკითხვა უნდა სამოქალაქო სექტორი პამუკიდან იწყება ეგ ყველაფერი და არა იმიდან NGO მე და შენ დავარეგისტრირებთ NGO-ს არა ამიტომ ინდივიდი უნდა გაჩნდეს თან მე მეტადრე ისეთ ქვეყანაში ტრადიციულ ქვეყანაში არა თქვა გრანდიოზულ ზესახელმწიფოებს არ გულისხმობ ხე კიდე სხვა ცხოვრების ტემპია მაგრამ ჩვენ არ ქვეყანაში ინდივიდს გადამწყვეტი მნიშვნელობები აქვს ყოველთვის ექნება
აი იმ ფონზეც, ინსტიტუციების გამაგრების ფონზეც ადამიანური რესურსი, ინდივიდუალური რესურსი არის ხაერებით საჭირო. ამიტომ გონია მე რომ თქვა ბატონი ბიზნეს გადაწყვეტილებულ წავიდეს სამოქალაქო სექტორში, მხოლოდ მას მერე როდესაც სტაბილურობა იქნება და მარტო თვითონ კი არ იქნება დარწმუნებული რომ ასე ჯობს ახლა ქვეყნისთვის. აი ჩვენც რო ყველა ჩვენგანს დაგვარწმუნებს, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას უკვე ზნეობრივი ნაბიჯის გადადგმის საშუალება. და ამაში ეჭვი არ მეპარება რომ ის ყველა ჩვენგან შეეცდება რომ ყველა ჩვენგანი დაარწმუნოს, იმიტომ რომ სიმართლე უნდა იდგეს აქეთ მხარეს, მის წასვლის მხარეს იმ მოცემულ ეტაპზე. ეს არც საჩქაროა და არც ძალიან სწორად განაცხადა რომ ისე დროს არ გააკეთებს სამ განცხადებას, როდესაც ქვეყანას დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოეტი დავით მაღრაძე, მოგესალმები კი არა, მოგესალმებით ყოველთვის ჩვენს გადაცემაში, გემშვიდობები და ჩვენ ველოდებით უკვე უცნობს და მეტონიძე ნადეს. ნატო მეტონიძე და ჩვენი უცნობი ჩვენი მოგესალმებით. ესე იგი, წყვილს ხედავთ, მუსიკალურ ხელოვნების წყვილს უკვე ვხედავთ. და ისიც ვიცი, რაღაც რომ მოხდება ლოპოტაზე. მოდი ამით დავიწყოთ. ეს თქვათ, რა ხდება ლოპოტაზე, როდის უკაცრავად? 28-ში არის გიას კონცერტი. ხო. მოკლედ მოგიყვებით ხა, რაც ხდება. იცი, მაშინ ჯერ პროექტზე უნდა ვთქვა, ხო რომ ეს პროექტი ვიცით ჩვენ. ხო, არა, მე ხა ესე იგი თავიდან ბოლომდე მოვყვები რაშიც არის საქმე და მე ესე იგი ძალიან დიდი ხანია მოგეხსენებათ რომ არ ყოფილვართ ხა მე და ნატო ერთად სცენაზე და არც ცალ-ცალკეც არ ქონდა იმის ბედნიერება რომ ხშირად ყოფილიყავით კონცერტები. ნუ მე მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში გიას. ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს ძირითადად კონცერტის ვერ დავარქმევდი, ამას უფრო არის რაღაც აი მონატრების ესე ვთქვათ საღამო იქნება, რომელზეც ძირითადად ჩვენი ახლობლები, მეგობრები იქნებიან და ან ცოტა ადამიანი იქნება, ეს არ იქნება კონცერტის სახე, ამას არ იქნება, ამას იქნება უფრო დასვენების და ეს გართობის სახე და დაბრუნდა ჩვენი დრო, ეგრე ხო, ნუ ცოტა ჩვენს გავერთოთ, აი ეს ეგ ამბავია რა. ისე და ძალიან ბევრს მონატრა გიას. ჩვენ ცოტა გვინდა რომ ჩვენს გავერთოთ და ის ადამიანები გავართოთ, ვინც ამდენიც განმავლობაში. აი ხა ჩვენ ვუყურებთ ძალიან ცუდ დროს დაწერილ სიმღერას, განწყობას. ალბათ ასეთ სიმღერები არ იქნება, ხო? პრინციპში ერთი გახსენების სახით ღი. ხედავთ რომ სტილშია კარგად და ვიცით გადაიღო კლიპი და ძალიან კარგად აქვს ბასასია, ხო? და ძალიან მძიმე დრო სხვათა ხო, და ძალიან მძიმე დრო. ყველაზე მძიმე დრო. და ძალიან ბევრს კონდა იცით როგორი შეფასება, რომ აი გული მოვიფხანეთ. აი ამ კლიპით იცი ყველა რაღაცნაირად ჩაკეტილი, რაღაცა შეშინებული და უცებ აი იმათვის ეს გარკვეული ხალხისთვის ეს კლიპი, ის სიმღერა და კლიპი იყო რა იცი, აი ამოვისუნთქეთ. აი რაღაცა თანამოაზრეს რომ ხედავ აი ამ კლიპში შენსას, აი დაახლოებით ეს კონდოქს და კი, და თვითონ ყველაფერი ეს დუეტი თქვენი შენი და ბასას ცნობილი დუეტია, იმიტომ რომ თქვენ ბასას ველაპარაკებთ არც უყურეთ თუ არა შენ გადაცემას, მის მიერ შენი შემოქმედებით, მისი შემოქმედებით შექმნილია რაღაცა ვიდეოები, რომელიც კარგია ცუდი ამაზე არ ვიდაოთ, იმ დროის იმ გარკვეული ეპოქის ამსახავე ვაგონი მიტრის და კიდევ აი წყვილები რომ მონაწილეობენ, ეს არის გარკვეულად მეც რო რაღაც იმ დროს მეკუთვნები იმ წრის ირონიული პირველ რიგში კულტურის ამასადება, მაგრამ ასახვა. მე მგონი ეს დრო არ დაბრუნდა. ჩვენ გვინდა შენგან ეგეთი რაღაცები. ხო და ზუსტად მაგისკენ მივექანებით ახლა, იმიტომ რომ მეც ეგეთი რაღაცა მინდა, მეც მინდა რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ რაღაც გაიღიმოს, გაიცინოს ხალხმა და ჩავეხუტოთ ერთმანეთს, რაღაცნაირად თქვათ, ყველა მისი თქმა შეგვიძლია და ისი გაკეთება შეგვიძლია და აღარ იყოს ეს სულის დამხუთავი გარემო, რომელიც ამ წლის განმავლობაში სამწუხაროდ საქართველოში იყო რა. მე მგონია რომ დაიწყება, აუცილებლად დაიწყება რაღაც ესეთი ბედნიერების დღეები და წლები საქართველოში, იმიტომ რომ მადლობა მერტო ამის საშუალება გვაქვს. ხალხი რა თქმა უნდა ეხა ეს ყველაფერი ძალიან დიდი დრო უნდა ყველაფერს შეცვლას, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ
ის რო აღარ არის უკვე ესეც მე უბრალოდ ხო ჩვენს საეთერო სტუდიას რომ ეს გააჩერეთ ძალიან მაგარია და გაუშვით ეს რომ ახლა ამ დუხში ვლაპარაკობთ ხო შეიძლება ეგ გავაკეთოთ თვითონსო საეთერო კი ბატონო სიყვარული დაფრინავს გამზადებული გააქვთ მე გააუშვით სიყვარული დაფრინავს რას უშვებთ ამას ვერ გავიგე ხო ეს იქნება სიყვარული დაფრინავს არ იქნება იმიტომ რომ აქტრიო ვართ ლიზა მუსიკა მოაშვეთ ეს მუსიკა და გაუშვით სიყვარული დაფრინავს არ ვიცი შეიძლება იყოს კიდევაც რა შეიძლება არ ვიცი ჩვენ ეს კონცერტი არ არის გესმის ისეთ შეიძლება უცბად ისეთი სიმღერა იყოს რომ არც მოველოდები ხართ ამ ხასიათზე ეხლა ლიზა თუ იქნება იქ დაუშვეთ შეიძლება იყოს უყურე ამას ვაკეთებდი ამის ხასიათზე იყავი რა თქმა უნდა ხართ ნატ ხარ ამ იცი რა რაღაცა გვინდა რომ მოვიდეთ გვინდა რომ ვიყოთ ყოველ შემთხვევაში ცოტა იმას არ დაიჯეროს მდგომარეობაში ვარ რომ აი თან ჯერა თან არ მჯერა არა საერთოდ გაგვატარეთ მაგრამ ხო და აი დაიარე შეიძლება. ხო და ჩვენ მეცითონაც მინდა რომ იცი გიას კონცერტი ჩემთვის ეს არის რომ აი რომ დავინახავ ისევ სცენაზე, ისევ იმ გარემოში, ისევ იმ სიტუაციაში მე მგონია რომ მე დავიჯერებ რომ ის დრო გიას ხონდა გია შენ ხონდა ძალიან კარგი პოლიტიკურ სოციალური პროექტი ანჩელის მუსიკაზე. ეს არ იქნება წარმოდგენილი, ხო? ჩვენ ვაპირებთ რომ რამოდენიმე სიმღერა ამ პროექტიდანაც შევასრულოთ, ესე იგი იმ მაყურებელს და იმ მსმენელს მოვასმენინოთ რამოდენიმე სიმღერა ამ პროექტიდან, იმიტომ რომ რაღაც ახალიც გვინდა რომ გავაკეთოთ. იმინა პროდიუსერული შეკითხვა, ხო? რატო ლოპოტა, რატო შეზღუდული რაოდენობა, რატო მხოლოდ მეგობრებისთვის და რატო არ გინდა რომ ეს გააკეთო სადმე დიდ ფართობზე მე მგონი რომ არა მე თვითონ არ მინდოდა რომ რაღაცნაირად ეხა ისევ აი ამ ძველი სიმღერები წარმოდგარიყავი თავიდან ამდენი ხნის მერე სცენაზე მე თავიდან მინდა რომ ამ ყანჩელის პროექტით გამოვშდე გესმის ძირითადად შოუ გავაკეთო და ამით გამოვშდე ფართოდ ესე ფართო მასებისთვის მე ვიძახი და ეს ეხა და ვისაც მონატრებული აქვს ეს შინაურული წრე ეს ძველი ამბები და რაღაცა ვთქვათ რომ ბევრს აქვს მონატრებული მაგრამ ვაპროს ნაზის სასიპო მე მაგ მოსმენლი მყანჩელის პროექტი და რაღაცები და დედის მკვლელია ის პროექტი იყო ხელისუფლებისთვის გია ჩვენ სხვანაირად გვინდოდა რომ ეს პროექტი გაკეთებულიყო და ეხა ამის ლოდინში როდის შედგება ეს პროექტი ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ანუ თეატრალიზებული ხო ამის მოლოდინში უცოდოა ეს სიმღერა დევს სტუდიაში არა რატო გეუბნები ცი რომ ეხა ვითარება არის ისეთი რომ მე ესე მგონია შენ არ ვიცი რა მოსაზრება გაქვს რომ წავიდა იმ სიმღერების ყველაზე აქტუალობის პიკის დრო წავიდა კი ეს განცდა მეც მაგრამ არა გაკეთე განცდა აი ესმის გენანება არა სხვათა ის ყანჩელის პროექტზე ეძახი არა იქ არის რამდენიმე სიმღერა მე ეგრე არ უყურებ ახლა არის კი გეთანხმები რომ ერთი-ორი სიმღერა არის კი რომელიც აი ზუსტად დაუშვათ იმ დროს ასახავდა მაგრამ თლიანობაში პროექტი არის ჩემი აზრით პასუხობს იმ დროს რომელ დროშის დღესა ვარ ჩვენ და რომელ დროშის საერთოდ კაცობრიობა იმყოფება ყოველთვის იმიტომ რომ ეს პრობლემა ტელევიზორის პრობლემა კაცობრიობაში ყოველთვის არის და ეს ძირითადად არის აწყობილი პრობლემაზე რომელსაც ქმნის ტელევიზორი ჩვენ ცხოვრებაში რა ძირითადად ეს არის მუდმივი პრობლემა, იმიტომ რომ მარადიული პრობლემა, იმიტომ რომ თქვენ გიცით რომ იქ არის თავარი მოქმედი პირი ტელევიზორი, რომელიც არის ეშმაკი და რომელიც ხელს უშლის ადამიანებს სიყვარულის, მეგობრობის, სილამაზის, ცხოვრების ამ ყველა სიტუაციაში იჭრება და ხელს კი ერთი-ორი სიმღერა არის ისეთი, რომელიც ახლა დაუშვათ აი სიმღერა, რომელიც დაუშვათ არჩევნების წინ გაჩნდა კომენტში რა ქვია ინტერნეტში მაგრამ ძირითადად მთლიანი პროექტი მარადიულ პრობლემებზეა და მე მგონი რომ ხო და ამიტომაც ჩემთვის ეს პროექტი იყო რაღაცა ერთი სიმღერა ამოიღო და კონცერტზე გააჟღერო ცოტა მეც მაქვს ეს განსა რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ამიტომ ხო ეს არის შოუ პროგრამა რომელიც სადაც ყველა სიმღერა ყველა მუსიკალური ნომერი არის გამართლებული ეხლა გუშინ ვისხედით და პროგრამას ვადგენთ. უნდა ყოფილიყო შერეული, ძველი რა იქნება? ვითი გახსნით?
გახსნით. გაქვთ დაწერილი აქ. ჩემი იცით რა, მე ვარ უბრალოდ გიას გვერდით, ეს არის გიას კონცერტი და მიხარით რა. რითი გავხსნით რა სიმღერით? ალბათ მოდი გავაკეთოთ რამე ერთად რა, იმიტომ რომ რაღაც ის ხასიათი არის მონატრებული, მაინც რომ რაღაცა უფრო გართობის და იმის მცდელობა გვექნება, რომ ამდენი ხნის ლოდინის და დეპრესიების მერე გამოვიდეთ და ჩვენ გვახსოვს გია გაჩაჩილაძე უცნობი, რამდენი წლის წინ დაიწყე ეს ბრძოლა, შენ რომელ წელს იყო პირველად რომ აი ყველაზე აქტიურად გამიგორდა 2007-ში, ხო? ამათთან 2007-ში. 2007-ში რამდენი წელი გავიდა? 7 წელი, ხო? 7 წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს გია გაჩაჩილაძეს ეთერები, როდესაც ის ხან 7 იყო, მაგრამ გვახსოვს თავარი ეთერები სადაც იყო. სადაც იყო ისეთი ემოცია, რომ მეც კი მიჭირდა, ჩემ ეთერშიც ყოფილა და ყურებაც მიჭირდა ხანდახან, შენ იყავი გადარეული. ერთხელ მახსოვს ჩვენს ეთერში იყო შეშლილი თვალებით იჯდა, მაშინ ძალიან დაძაბულები ვიყავით ყველანი და მოდ გამოვიდეთო და კედლები ავაშენოთ. აგურით ავაშენოთ. ეგეთი ის იდეებიც მაწუხებდა, იმიტომ რომ იმდენად შეთწუნებული ვიყავი. და ხალხი ელოდებოდა, სად არის კედელი, სად არის. ფათაშორის მე მახსოვს რომ უფრო ადრეც და მე მახსოვს პირველად შენი სასამართლო იყო. ხო. მე რომ მოვედი, გახსოვს მაშინ კამერებიც დართული იყო მაშინ. იმის მერე აიგზალა კამერები თუ გახსოვს სასამართლოებში. რომ იქ ძალიან დიდი ეს ჩხუბის მაგვარი რაღაცა მოხდა. და აი იმის მე სხვადასხვა შენი დაჭერის მერე დაიწყო პირველად ეგამბები. სწორია, მაგრამ აი უკვე ზოგიერთ ეთერს ეს იყო აი როცა სანამ გამოჩნდებოდა, მაშინ განსაკუთრებით დაიხუთა ყველაფერი. თუ გახსოვს შენ, თუ გახსოვთ ყველა სფეროში რაღაცა ყველაფერი მოხდა რა, თითქოს აი უნიჭობამ, ნეპოტიზმამ. ეს არჩევნებამდე ამბობ. ხო, არჩევნებამდე ზაფხულში. ბიზნესი გაცილდება გაგდა ოქტომბერში. იმ ზაფხულს აი რესურსი იყო გამოცდილი. იყო აი ეს სამი თვე კოშმარი იყო. ეს სამი თვე, ეს ზაფხული 26 მაისის მერე, ეგეთი ზაფხული მე ჩემ ცხოვრებაში არ მქონია, იმიტომ რომ სახლში ვიყავი გამოკეტილი და ეგეთი დეპრესიული პერიოდი საერთოდ აი უძრაობის და არც არაფრის შანსი რომ აი გვირაბის ბოლოს შუქი დაგვინახა არ იყო. და უცბად მოვიდა 7 ოქტომბერი და რაღაცნაირად თითქოს საგანათდაო რა. ხო და შესაბამისად ეს მახსოვს და ეხლა იმიტომ რომ ენერგეტიკა იყო გამოცდილი შალვა ამდენი ხნის ბრძოლის მერე და შენ წარმოიდგინე ეხლა ვის ვებრძოდით ხო? და რა ძალას ვებრძოდით საერთოდ რა. და ჩემთვის ეხლა შენი ესეთი და თქვენი ესეთი განწყობა უკვე რაღაცნაირად ნოსტალგიურიც არის, გამახსენდა ძველი დრო და გამახსენდა როცა სახე იყო, როცა ერთად ვაკეთებდით რაღაცებს, კიდევ გელა ნიკოლაიშვილის სტუდიაში კიდევ და აი ეს ყველაფერი შემოდის უკან, ანუ ცხოვრება რაღაცნაირად ბრუნდება, რატო? ჩვენ თვითონ გაგვიშა ამის სურვილი. მე მაგ ეს განსა, მე ხა ვიხუმრე რა თქმა უნდა, მე როგორ არ მჯერა რომ შეიცვალა და თავარი ჭირი მოვიცილეთ. ეხა ისევ ჩვენი გასაკეთებელი არის აგორებას რო ვეძახით, ხო იცი, რაღაცა უნდა ავაგოროთ ისევე. მე მგონია რომ ეს გიამ უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა ეხა შალვა ხო, არა, რაღაც ცდილობები არის, რა თქმა უნდა, ყველა მომღერალს უნდა ეხა დღეს თავისი კონცერტის გაკეთება, თავისი რაღაც შემოქმედება საჯაროდ გამოიტანოს, მაგრამ სიმბოლურად მე მგონია რომ აი ასეთი მასშტაბური, მე მაინც მასშტაბურს დავარქმევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვა ეჭვი მაქვს. რამდენი ჩამოვა? რამდენს იწევს? 300 ყველა ვარიანტი. ბილეთებს ყიდით? ჩვენ არაფერს არ ვყიდით, არის იქ ჩვენი ხო მე ის არის ჩვენი ჩემი მეგობარი არის იქაური ვინც არის იქ და რა ვიცი იმის ძალიან დიდი თხოვნით, იმიტომ რომ საერთო სამეგობრო შეიძლება და ადამიანები ჩამოვიდნენ ისეთ ნუ მოკლედ მე მგონი რომ ძალიან კაი და ისეთი სცენა სცენა არ იქნება. აბა როგორ პირდაპირ აი ბასეინებთან სივრცეზე რაც არის იქ გავაგდება მაგიდები და ამ მაგიდებს შორის იქნება ეს აი სცენა არ არის პირდაპირ აპარატურა იქნება. ანუ ეს კონცერტი არ არის, ეს არის უფრო რაღაც საღამო პარტი გართობის ზაფხულური, მოდი გავაკეთოთ რამე ერთად, რა. 28 ივლისი. კვირა საღამოსკენ. კი, კვირა საღამოა. ხო. და იქნება რამდენი ხნიანი, ამდენ სიმღერას 19 სიმღერა დავთვალეთ. 19 ძალიან ბევრი არის. კი, დიდი ხანი იქნება. ნუ 2 საათი ალბათ იქნება. და ვინ დუეტები ვინ იქნება? არა, მარტო მე და ნატო ვარ, სხვა არავინ. ან მაი ვიქნები მარტო, ან მე და ნატო ვიქნებით რა და თუ ეხლა საინტერესოა.
თუ ეხლა დავუშვათ იქ კიდე ვინმე ესეთი ლიზა რო ჩამოვიდეს, ლიზასთან ერთად დიდი სიამოვნებით კიდე ერთი და ლიზას გვაქვს ერთი დუეტი შეიძლება ისიც შესულ. მოკლედ ჯერ ჩამოყალიბებულები თავიდან ბოლომდე არა ვართ. როგორც განვითარდება ეს ბუნებრივად ცოტა სპონტანურიც. ხო, განვავითარებთ ამ ყველაფერს. რა სპონტანურია, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც კონცერტის სახე არ მინდა რომ კონდეს რა. რაღაც ურთიერთ მიშა დაპატიჟე. მიშა იქ არის. მიშა საერთოდ იქ არის უკვე დაპიზის უკვე ერთ-ერთ კაცი. მაგიდა იქნება თავს. სხვაჯერს მე გამიკვირდა როგორ დათანხმდა კონცერტო და მირეკა და მითხრა 28-ში ლოპო და სხვაჯერს მქონდა ცოტა კვირი. იმიტომ რომ რაღაცა აი სულ ხო, იმიტომ რომ ყველა ეს შინაურებს არა, გია რო დათანხმდა თქვა ამ კონცერტს, იმიტომ რომ სულ ქონდა რაღაც, აი ხა როგორ უნდა ვერ წარმოედგინა ამდენი ამბის მერე. ხო და აი ამას ვამბობ, რომ ამდენი ამბის მერე ეს რო არის, ესე იგი რაღაცა იცვლება. ანუ ადამიანი რომელიც კედლებს აშენებდა და გასაგებია რომ მას აშენებდა, ეხლა გამოვიდა, რაც ასევე ძალიან კარგად იცის. მოდი ესე ვთქვათ, რა გიაზე ბევრი რამე შეიძლება ვიღაცამ ცუდი თქვას, მაგრამ მის ნიჭიერებასა და ხალხის აყოლიების უნარში არ ვიცი ხო დაოს მტერიც კი. არა, ეს უდაოა, იმიტომ რომ ცოტა ასეთი ნიჭიერი ადამიანი საქართველოს. და ორჯერ გააკეთა, ერთი შოუ ბიზნესში, ვაგონი მიქრის მერე, ალბათ ეს იყო ბუმი და მეორე საკანში. საკანი, ნუ ახლა და ახლა იწყება ის საიტს ახლა, მოდი ეგრე ვთქვათ, გინდა ისევი მიმართულებით წახვიდე? რა მიმართულებით? აი როცა საკანამდე, ანუ როცა ამ შოუს აკეთებდი, როცა შენ იყავი, ყოველთვის საქართველოში ნომერ პირველი შოუმენი როცა იყავი. ყოველთვის მინდა და წავალ ალბათ იქითკენ, საითკენ და მიკარნახებს გულით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ კომპლიმენტებისთვის, რაც მივიღე, მაგრამ ეხლა დღევანდელ სიტუაციაში არ არის ისე რომ ეხლა დავუშვათ აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ ყველაფერი რაც ხდება, მაგრამ შეიძლება გაჩუმებული ვარ რაღაც ეტაპამდე, არ მინდა რომ დავუშვათ იგივე ნაციონალების დისკუსზე წყალი დავასხა და რაღაცები ვილაპარაკო, ხო? უსამართლობისგან გამომდინარე ვიძახი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სიტუაცია რაც დღეს არის ამოსუნთქვის ის რაც საშუალება რაც თორე მუდმივად იქნება სალაპარაკო ძალიან დიდი ხო და მუდმივად იქნება სალაპარაკო უკმაყოფილებაზე რაც იქნება და ეს არის ნორმალურია არა ეს გასაგებია მაგრამ არ გიწევს სიკვდილ სიცოცხლეს აი ეგ არის რაღაცას რომ მიახტე რომ ბავშვი არ გაუპატიურა ხო აი ეგ არის რა ეგ არის ყველაზე უფრო მთავარი რაც დღევანდელმა დღემ მოიტანა და რაც კონცერტს მაკეთებინებს რა ეს არის ყველაზე უფრო მთავარი თორე დანარჩენი ყველაფერი შეიცვლება ან არ შეიცვლება ან გაგვიხარდება ან გეწყინება ან რაღაცა სიტყვი ან არის ხო მაგრამ არ გეკნება იმის გაცდა რომ ხარ ჭული რაღაცა მე შოქში აი ეს არის ზუსტად აი ეს არის ზუსტად რატო შენი განცდაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მაგრამ შენი გეგმები მინდა შემოქმედებითი რა იცი რა მე გეგმები არ მაქვს არასოდეს ხო არა გაქვს გეგმები თუ არა ჯერჯერობით არა ნატო აი თავი მთავარი ამბავია ჩვენ საერთო პროექტში ჩემ გეგმაში გია ყანჩელის პროექტში ერთ-ერთი იმიტომ რომ ორი როლია აქ ბიჭის და გოგოსი და გოგო არის ნატო და ბიჭი მე თავარი მოქმედი პირია ნატო ახალ პროექტში ასრულებს 6 სიმღერას ან ნახევარს თითქმის ნატო მღერის და რა ვიცი გოგოც გიწოდა ხედავ გოგო ხო ანუ ეგ არის თქვენი გოგონა ეგ არის თქვენი მიზანი ეგ არის აქეთ მიდიხართ შენ და უცნობი ხო კი ხო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით და მე ხელი მოგიმართოთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ესე იგი მოკლედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ არ ვიცი ახლა ვის მოესურება კიდე წასვლა მაგრამ პირველი უცნობის სალაღობო და გასართობი კონცერტი ამდენი წლის დაძაბული ომის შემდეგ გაიმართება როდის 28 ივლისს კახეთში ლოპოტას ტბაზე და აქედან მე მიშა მოდივარ აღარ იქნება მაგრამ ხალხო მოდივარ გააკეთებ აღარ მინდა არც მოდივარ მე იმედი მაქვს რომ ეს ლოპოტათი არ დაიწყება და არ დამთავრდება და დამთავრდება ბევრი სხვა ადგილით კიდე გაგზავნა და იმით იწყებოდეს და მთავრდებოდეს რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ შეიძლება აი ამ რაღაცამ შენ რო საღამოს უწოდებ თვითონ ტვინში თავარი ეგ არის ორივეს ან ვინც ხართ იქ მოგცეთ სტიმული და დალშეც წახვიდეთ რა მეტი გააკეთოთ კიდე აქაც იქაც და ჩავა აი ხო რამდენად უცნაურია მაგრამ მე როცა არ გაქვს საშუალება ის რაც გავიარეთ არ მქონდა საშუალებას არ გაძლევდნენ რომ ნუ ჩემი საქმე მეკეთებინა ხო პირადად ჩემ თავზე ვსაუბრობ აი იმ წუთში გონია რომ ძალიან გონია კი არა დარწმუნებული ხარ იცი რა გინდა გააკეთო რა გინდა იმღერო და აი მოვიდათ რომ გეგმებზე პირველი ადამიანი ხარ რომელმაც ასე
პირდაპირ მკითხა გეგმებზე. მეც თან არ ვფიქრობ ამაზე, იმიტომ რომ რო ვფიქრობ, ეხლა რა უნდა გავაკეთო? ეხლა გეტყვით საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამაზე. მეც რაღაცები გამეგება ამ საქმეში და მინდა გითხრათ ზუსტად რომ ეხლა ხო ესე ხართ, მაგრამ ისე დუხს მოგცემთ იქ ყოფი ხალხი რომ მე შევხვდეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. დამწე საზოგადოებას ჩვენ გავისაინებთ რეკლამაზე, შემდეგ ახალ ამბებზე და შემდეგ დავუნდებით ცილაშუა დღეში. ეს არის ახალი ორზე სტუდიაში ნატა ასეთიანი მუშაობს. ცენტრპოინტის დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ცენტრპოინტის ოფისში მივიდნენ, სადაც ამ წუთებში სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებული მოსახლეობა იმყოფება. ისინი რჩეულიშვილებთან შეხვედრას ითხოვენ, დამფუძნებლების მისვლას ოფისში ხმაური მოჰყვა. ჩემი გაგდა? ემარუსდელი? არგიდა ეხლა შეგეგებინე რა? პროვოკატორი, გათახსინებული. შემოვიდა და სხვადასხვა დაგრაფა. პროვოკატორი ვარ, არამედ უზდელი ვინ არის მას ვალაპარაკე მე? უზდელია თავიდან ბოლომდე რა რჩეულიშვილი რა. უნამუსო ესა. ჩემი ქონება დამიბრუნეთ რა. ეხლა არ გინდათ ხო? გაიყვანეთ არა? მე ვარ ინტრიგანი? მე ვარ ინტრიგანი? მენი ქონება სად არის? როგორ? სად არის? არის ის სად არის? მე რატომ მეკითხებით რა? 10 წელია ჩვენი ფულია და კიდე მე ლაპარაკებ, ახლა მუშ მიგე დაგიგრაფე, ვის დაუღრებ შენ ბიჭო? შტეფან ფოლესა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რამდენიმე წუთში კი ისინი შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ერთობლივ განცხადებას ჟურნალისტებთან გააკეთებენ. საქართველოს ევროპული გზა ეს არის კონფერენციის დევიზი, რომელიც ხვალ გაიხსნება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი ევროპული ინტეგრაციაა. ამ მხრივ კი ვილნიუსის სამიტის წინ, სადაც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება, შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წელს კონფერენცია წარმომადგენლობითია და მას სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. რამდენიმე თვეში არის ვილნიუსის სამიტი, სადაც აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში უნდა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ევროკავშირთან. ამიტომ რასაკვირველია ეს არის ასე ვთქვათ საბოლოო შეჯამება იმ მიღწევებისა, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულების მომზადების გზაზე და ამიტომ მას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხმაური იყო კასპიის საკრებულოში. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. სავარაუდო კანდიდატებად ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი იაგო დემეტრაშვილი განიხილებოდნენ. სხდომაზე ქვორუმი არ შედგა, რის გამოც მისი ერთი დღით გადატანა გახდა საჭირო. ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების თავმჯდომარის თქმით, კასპიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ დეპუტატებს სხდომაზე დასწრება აუკრძალა. მისივე განცხადებით იაძე მაქსიმალურად ცდილობს დეპუტატებმა არჩევანი არა კოალიციის, არამედ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთონ. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას კი აბსურდულს უწოდებს კასპიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ამ ცდას დეპუტატები ჩვენ ვიცით რომ შეკრებილი ყავს გამგებას, ვინაიდან ბოლომდე არენდობიან ამ დეპუტატებს. ბოლომდე მე დარწმუნებული ვარ რომ მათში არიან პატრიოტული ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ კასპიის განვითარებაზე, ნამდვილად ფიქრობენ და მზად არიან ცვლილებებისთვის, მაგრამ მათ აიძულებენ რომ ეს ცვლილებები ვიღაცებმა მოაგონ თავის კანს, რომ რაც არ შეერთხეს, არ შეექმნას მათ თანამდებობას საფრთხე. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ვისაც უნდა ესმოდეს თუ რა ხდება რაიონში, 10-იანზე იციან თუ რა ხდება რაიონში, ეს არის უკვე გარკვეული და გადაწყვეტილი საკითხი. ის ბანდა, რომელიც ასეთ ბრალდებებს უყენებს ოლეგ იაძეს, სულ მოკლე ხანში დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ. მითხრეს რომ უნდა გადადებულიყო ეს ხდომა და ჩემი ვერ მითხრე ხა ამას რა ვფიქრობ მნიშვნელობა არ აქვს. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე მშენებლობების დათვალიერებას განაგრძობს. დღეს ირაკლი ალასანიამ სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზები მოინახულა. ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მინისტრს მშენებლებმა მიაწოდეს. სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებზე დაგეგმილია სამთო კედლის მოწყობაც, რომლის დაპროექტებაც უკვე დასრულებულია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეცდანიშნულების ძალები არის გამორჩეული თავისი შინაარსით, თავისი ამოცანებით და როგორც თავიდან ვთქვით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მათ შეუქმნათ ყველანაირი საჭირო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ კარგი წვრთნები გაიარონ და ის მათთვის დაკისრებული ამოცანები შეასრულონ მაღალი ხარისხით. ამიტომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით სწორედ სპეცდანიშნულების ძალებში, დავიწყეთ ინფრასტრუქტურის შეკეთება და ასევე გარკვეული ახალი ინფრასტრუქტურის აგება, რაც საშუალებას
მისცემს გაფართოვდეს და საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი სპეცდანიშნულების ძალების წევრები მოამზადონ მაღალი ხარისხით. პრეზიდენტობის კანდიდატმა ნესტან კირთაძემ პოლიტიკური გუნდი წარმოადგინა, მან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები და სხვადასხვა რეგიონების ლიდერები წარადგინა. კირთაძე აცხადებს, რომ მის გუნდში არაპარტიული სახალხო მოძრაობა დაიბადა და პოლიტიკურ პროცესებში სწორედ ამ მოძრაობის ფორმატით ჩაერთვება. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებს გუნდის პრიორიტეტებიც გააცნო. რეალური ფორმატები და პროექტები, აი ახლა ქვეყანას სჭირდება პროგრამული მთავრობის შექმნა. პროგრამული მინისტრთა კაბინეტის შექმნა, სადაც მთავრობის პირველი პირები იქნებიან არა პოლიტიკური ლიდერები, არამედ დარგის ექსპერტები და მეცნიერები საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც მის ქვეყნის ძირითად კანონში შევიდეს ცვლილება და მის პრეამბულაში გაჩნდეს ახალი აბზაცი და დეფინიცია მუდმივი მშვიდობის შესახებ, როდესაც ქართული სახელმწიფო გააჩენს ფორმულას აფხაზი და ოსი ჩვენი ნათესავი ხალხებისათვის მყარი სამშვიდობო გარანტიების შესახებ. შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელებს ასამბლეის ორდღიანი მუშაობის ფორმატში პაპსეკის ვიცე-პრეზიდენტებიც აირჩიეს. მომდევნო 2 წელი პაპსეკს 5 ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა ეყოლება. 12-ვე ქვეყანამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი დავით საგანელიძეს დაუჭირა. პაპსეკის 51-ე კონფერენცია მუშაობა დაასრულა და ასამბლეის შემდეგი სხდომა დეკემბერში თბილისში გაიმართება. დავით საგანელიძემ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართვაც წაიკითხა. მინდა აქვე აღნიშნო, რომ ის გამოცდილება, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქართულ დელეგაციას და ყველა წევრს მინდა მე მადლობა გადაუხადო იმ სამუშაოსი, რომელიც 20 წლის განმავლობაში გაწიეს მათ, დაგვეხმარება, რომ ძალზედ ღირსეული მასმიძვლობა გაუწიოს საქართველოს შავი ზღვის საპარლამენტო ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს. ამ 6 თვის განმავლობაში ის კომიტეტები, რომელიც პაპსეკშია, იმუშავებენ სხვადასხვა თემატიკაზე, რომლის შეჯამება მოხდება უკვე დეკემბრის 17-19 რიცხვში თბილისში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი დაფასებაა საქართველოსთვის, იმ პოლიტიკისთვის, რასაც საქართველო ატარებს განსაკუთრებით ბოლო ხანებში და იმ ორიენტირებისთვის, რაც საქართველოს საგარეო დიპლომატიაში გააჩნია. Грузия, конечно, играет. Ასამბლეის მთავარი განხილვის თემა ენერგიის შემოტანა იყო. საქართველოს ამ მხრივ მთავარ როლს ასრულებს, რადგან მას პირდაპირი გასავალი აქვს შავ ზღვაზე. Важно. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები, მე ზუსტად 3 საათამდე გემშვიდობებით, ახლა კი რეკლამა და რეკლამის შემდეგ ძალიან საინტერესო ნაწილიც ხელი შუა დღის. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. რა ვქენით რა? დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში თვითონ ტელემაყურებლებო და ეხლა თქვენი სტუმრები. შენი ხო? ბატონო. პირველი სტუმრები იქნებიან, რა თქმა უნდა. კეთის სტუმრების შემდეგ კი შემოგვიერთებიან ნუკრი მაღალაშვილი, მედია მაღალაშვილი, ქორეოგრაფები და ვისაუბრებთ საბალეტო ხელოვნებაზე და ბევრ საინტერესო რამეზე ამის გარდა. თუმცა მანამდე საუბრობთ თემაზე სკოლამდელი აღზრდა. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან 150-ე ბაგა ბაღის დირექტორი ქალბატონი მზია მეტრეველი და ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი. სტუმრები უკვე შემოგვიერთდნენ. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. ბატონ ზაზა, თქვენგან დავიწყებ. საერთოდ რამდენად აუცილებელია, რომ ბავშვი შევიყვანოთ ბაგა ბაღში? ბაგაზე ცალკე ვთქვათ და ცალკე ბაღზე ვისაუბროთ. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მყავს ძიძა სიტყვაზე, ბებიას აქვს ამის დრო, რომ ბავშვთან ერთად იყოს ეს წლები და შემდეგ პირდაპირ სკოლაში შევიყვანოთ. თქვენი მოსაზრება როგორია? რაც შეეხება მოსაზრებას სკოლამდელ აღზრდასთან დაკავშირებით. ცით სკოლის მოსწრებიდან, სკოლაში მოსწრებიდან გამომდინარე ვერ დასტურდება ვერც უპირატესობა, ან ვერც არაუპირატესობა სკოლამდელ აღზრდის ნიშნულობის. ანუ არიან მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ სკოლამდელ აღზრდას აქვს გარკვეული მნიშვნელობა სოციალიზაციასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მოსწრება, ინტელექტუალური მიღწევები, ამასთან დაკავშირებით დადასტურება არ აქვს. რაც შეეხება ბაგასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ ელემენტარულად 2.5-3.5 წლამდე ბავშვს არ აქვს არანაირი მოთხოვნილება სოციალიზაციის. ამიტომ ნებისმიერი განშორება ოჯახთან, დედასთან, მის ჩვეულ გარემოსთან ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბავშვზე. ანუ 2 წლის ასაკში, როდესაც ბაგაში გვაქვს საშუალება რომ მივუყანოთ ბავშვი, თქვენ თვლით რომ არ ღირს.
ბავშვის მიყვანა 3 წლიდან უკვე არის ვიზაში წონილი. ქალბატონ ზია, რა განათლებას იძლევა დღეს რეალურად ბაგაბაღი? რა უნარებს უყალიბებს ბავშვებს? დიახ. პირველ თემასთან დაკავშირებით მინდა რომ ეს ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო. მე მიმაჩნია რომ თუ ოჯახს ძალიან არ უჭირს და მშობელს ნამდვილად სხვა გამოსავალი არ აქვს, მეც უერთდები ფსიქოლოგის მოსაზრებასთან, ნამდვილად ბაგაში ბავშვი შეყვანა არ არის სასურველი 2-დან 3 წლამდე. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, რა უნარჩვევები უვითარდება ბავშვს, ერთი ის და რა აქტივობებით თვითონ არაერთი აქტივობით ბავშვები ესე იგი ეჩვევიან გარემოს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, თამაშის ფორმით ხდება ყველაფერი ეს, არის არაერთი ცენტრი ბაღში გაკეთებული, მოწყობილი თითოეულ ჯგუფში, ეს გახლავთ დრამატული, ეს გახლავთ წიგნიერება, ეს გახლავთ გასართობი, სამზარეულო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ის თემატიკა, რომელსაც ბავშვი მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდება. და აქ ის დამოუკიდებლად თამაშის წესით ეგუება ამას ყველაფერს, უბრალოდ შეისწავლის ამას ყველაფერს და გარკვეული უნარები და ჩვევები უვითარდება. ქცევის ნორმები, თუნდაც წესები, ის წესები, რაც ერთი შეხედვით ელემენტარულია, მაგრამ მომავალში საზოგადოებაში ძალიან მტკივნეულად მჟღავნდება ხოლმე თუ ბავშვმა ელემენტარული ქცევის წესი არ იცის, გნებავთ სტუმრად მისვლის დროს, გნებავთ ქუჩაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონ ზაზა, თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად შედეგიანია, როდესაც მშობელი გადაწყვეტავს, რომ ბავშვი მიიყვანოს ან სპეციალიზირებულ სკოლაში, სადაც თქვათ ინგლისურად ან რუსულად მიდის სწავლება, ან თქვათ ადრეულ ასაკში, გნებავთ 3 წლიდან იწყებს თქვათ ინგლისური ენის სწავლას, ან გნებავთ რომელიმე ნებისმიერი სხვა ენის, იმიტომ რომ არის ერთგვარი მოსაზრება, რომ ბავშვი არის ღრუბელი და ის ხუტავს ყველანაირ ინფორმაციას და რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ამას ზრუნას სამომავლოდ უფრო გაუმარტივდება ენის ათვისება. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ციტანის პირველ რიგში ბავშვი არის პიროვნება დაბადებისთანავე. ანუ, როგორც ყველა პიროვნებას, მას აქვს თავისი ძლიერი მხარეები, აქვს გარკვეული პრობლემატური მხარეები, ამიტომ ეს ყველაფერი მშობელმა უნდა გაითვალისწინოს და ამის მიხედვით მოხდეს შერჩევა. ხა ელემენტარულად იცით, აი დღეს უკვე სხვა მიდგომა ყველაფერთან დაკავშირებით. ელემენტარულად ის სენსომოტორული ინტელექტი, ანუ ეს არის სპორტის კარგად გამოკვეთილი ნიჭი, ახასიათებს ადამიანების ცხრა პროცესს, მაშინ როდესაც ანალიტიკური ნიჭი პროცესს. დღესდღეობით ადამიანს, რომელსაც იგივე მუსიკალური ნიჭი აქვს, ხელოვნების ნიჭი აქვს, გაცილებით უფრო უკეთ შეუძლია ადაპტაცია საზოგადოებაში, ვიდრე იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვისაც იგივე ანალიტიკური ან ლოგიკური ინტელექტი გააჩნია. ამიტომ შესაბამისად უნდა მოხდეს ბავშვის ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე. ეს იქნება ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ბავშვი კარგად ადაპტირდება, კარგად გამოსდის ყველაფერი ის, რაც მის ნიჭში დევს. ეს ყველაზე კარგად იცის მშობელმა, იმიტომ რომ ნებისმიერი ნიჭი რაც ბავშვია, ეს არის მშობლიდან ჩადებული. ამიტომ აი ამ სახით უნდა მოხდეს შერჩევა და არა იმის მიხედვით, რომ რაღაცა მოდაშია, რაღაცა მნიშვნელოვანი, ანუ უნდა მოხდეს ეს ამის გადაწყვეტილება თვითონ პიროვნებიდან, ბავშვის პიროვნებიდან გამომდინარე. რეკავტონზია მივიყვანეთ ბავშვი ბაღში. პირველი 2 დღე ძალიან მაყოფილია, მოეწონა, ისიამოვნა, გაიცნო მეგობრები, გაერთო, თუმცა აღმოაჩინა, რომ მისივე მეგობრები, რომლებმაც პირველივე დღიდანვე არ მოიწონეს ბაღი ტირიან, მოაკითხეს მშობლებმა და დროზე ადრე წაიყვანეს და თქვათ, ისიც მასაც უარყოფითი განწყობა გაუჩნდა და თქვათ, მოინდომა და დროზე ადრე მოინდომა ბაღის დატოვება. ჩვენ ერთგვარი რჩევები უნდა მივცეთ მშობლებს. პირველივე დღეს რამდენად ღირს რომ თქვათ, თავიდან ბოლომდე თქვათ 10-დან 6 საათამდე დავტოვოთ ბაღში. თუ ჯობია საწყის ეტაპზე თქვათ, გარკვეული დროით შევზღუდოთ ეს დღე და თქვათ 2 საათზე მივა. აი რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ და საერთოდ როგორ უნდა შევამზადოთ ბავშვი სასენქტებროდ, რომ თქვათ მას უხაროდეს ბაღში დასვლა და ეს განწყობა შეუნარჩუნდეს. მშობელი ჩვენ სასწავლებლის დაწყებამდე რამოდენიმე თვით ადრეც კი არა, ზოგიერთი მშობელი 1 წლით ადრე არის დაკავებული ბაღების შერჩევით და მოდიან და ნახულობენ გარემოსაც და კიდეც გასაუბრებაც ხდება აღზრდებთან და უშუალოდ ჩემთანაც ამ თემებზე. ჩვენ აუცილებლად ურჩევთ მათ, რომ ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებით გამოიყენონ იმისათვის, რომ ბავშვი დაუშვათ ძილით რეჟიმზეა შეიძლება სახლში მანამდე, მაგრამ 2-დან 3 წლამდე ბაგაში ძილი არის რეჟიმში გათვალისწინებულ და 3 წლიდან უკვე ბავშვებს აღარ ვაძინებთ საბავშვო ბაღში. ამიტომ ეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ხოლმე დაუშვათ. იგივე პამპერსის
გამოყენების რეჟიმში, როდესაც არის ბავშვი და ასე შემდეგ. აი ეს საკითხები თანდათან რომ მშობელმა მოამზადოს, რომ ზედმეტი პრობლემები არ ქონდეს ბავშვს მერე ბავშვი და უფრო გაუადვილდეს იმ გარემოში შეგუება. იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ბავშვი მოდის, ტირის და ეს ზოგადად ჩათვალეთ, რომ პირველი დღეები ეს არის ხოლმე მართლა ძალიან მძიმე დღეები, თქვენ წარმოიდგინეთ არათუ ის ბავშვები, ვინც პირველად მოდიან, ზაფხულის შემდეგ რომ მოდიან ბავშვები კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში შაბათ-კვირაც გავლენას ახდენს. თქვენ წარმოიდგინეთ, ორშაბათიდან სხვა გარემოა აბსოლუტურად ბაღში, ზოგს უკვე აღარც უნდა, ზოგს პირიქით კიდე მოუხარია. არის ისეთი შემთხვევები, რომ საღამოთი ტირის ბავშვი და რა თქმა უნდა, გულგრილი ვერ დავრჩებით, როცა ტირილის ხმას გავიგებთ და რო ვეკითხები მშობელს, ვამი რა შეასაქმე, რატომ რისთვის და არ უნდა ბავშვს სახლში წასვლა. იცით, ასეთი მაგალითებიც აგვხდება, არც თუ იშვიათად და ძალიან გვიხარია, როცა ასე მოწონს დაუშვათ ბავშვს ის გარემო და ის მეგობართა ის წრე, ვისთან ერთადაც მთელ დღეს ატარებს. ამიტომ რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, არ არის პირველ დღეებში, როდესაც შეჩვევის პერიოდია და ზოგისთვის ეს შეჩვევის პერიოდი შეიძლება ერთ კვირაში დამთავრდეს. შეიძლება თვეებიც გაგრძელდეს ზოგიერთისთვის, ხო? ან და დაუშვათ ისეთი ფაქტებიც აგვაქვს, რომ თავიდან მოვა ბავშვი და სიცილი და პირველი ერთი კვირა არაჩვეულებრივად გრძნობს თავს და მერე ეწყება ეს რაღაცა მონატრება და ეს რაღაცა. აი ამ პრობლემის დროს რამდენად ერთვება ფსიქოლოგი? აუცილებლად ფსიქოლოგია. და თქვენ მშობელს თუ აქვს იმის საშუალება, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვთან ერთად დარჩეს? აუცილებლად ამის ეს აუცილებლად საჭიროა რომ ასე იყოს და რა თქმა უნდა საათობრივად რომ მოხდეს ბავშვის შეგუება მთელი დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ ჩვენ პირველ დღეებში არაჩვეულებრივი გასართობი პროგრამებით ტვირთავთ რეჟიმს და ბავშვების მიღებაც არის ძალიან საზეიმო ვცდილობთ რომ ყოველდღიურადაც რომ რატოც არა ძალიან საყვარლად და ძალიან თბილად და ტკბილად შევხვდეთ მაგრამ ეს დღეები მაინც პირველი დღეები არის ხოლმე დატვირთული აუცილებლად გასართობი ცენტრებიდან მოდიან საბავშვო კომპოზიტორები ანუ განსაკუთრებულად ემზადებით ბავშვებთან შესახვედრად რომ რაღაცა შეაყვავოთ აუცილებლად აუცილებლად პრობლემა გაჩნდება თუ არა იქვე ფსიქოლოგის ჩართულობა ეს აუცილებელია და მშობელთან ინდივიდუალური მშობელთან მუშაობა უკაცრავად გეტყვით რომ ჩვენთან საბავშვო ბაღში მშობელთა კლუბი არსებობს ფსიქოლოგის ინიციატივით გაკეთდა ეს ყველაფერი და მშობელთა კლუბის მუშაობა ისეთი საინტერესოდ მიდის და ისეთი საინტერესო თემები იხილება მთელი წლის განმავლობაში მუშაობს ეს კლუბი და ხდება ის აქტუალური საკითხები რომელიც დაუშვათ მშობელს აქვს პრობლემად გნებავთ ოჯახური გარემო გნებავთ ჩვენთან არის ისეთი საკითხები რომელიც აუცილებლად მშობელთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ ხო აი ამ თემების განხილვაც ხდება და ეს განსაკუთრებულ ბავშვებზეა საუბარი თუ ნებისმიერ ბავშვს შეიძლება მსგავსი პრობლემა შეექმნას ბატონო დაზა ნებისმიერ ბავშვს აი წამხედურობით შეიძლება თქვა ბავშვი იყოს განწყობილი მას უნდადეს ბაღში წასვლა თქვა პირველი 2 დღე მართლა კარგად გრძნობდეს თავს მაგრამ ეს თვის მაგალითზე თქვა მანაც მოინდომოს დროზე ადრე წასვლა ბაღში რა თქმა უნდა ესეთი ფაქტორები ხდება უბრალოდ არის როგორ იცით აი აქ არის ეგრეთ წოდებული მიჯაჭვულობის ფაქტორები ანუ ბავშვების 65%-ს უღალიბდებათ მყარი მიჯაჭვულობა შესაბამისად ასეთი ბავშვები არ ახორციელებენ ძალიან ისეთი მწვავე რეაქციას მშობელთან განშორებაზე მაგრამ გრჩება სწორედ დარჩენილი 35% რომელთანაც საკმაოდ აქტიურად არის გამოხატული ეს სეპარაციული შიშები ასეთი ბავშვები ძალიან აქტიურად ტირიან უარს ამბობენ არის კიდევ ერთი ფაქტორი იცით აი მშობლებაში ადამიანს არ აქცევენ ყურადღებას ბავშვი დადის სკოლამდელ დაწესებულებაში ან დაწყებით სკოლაში მაგრამ გადაიტანა რაღაცა ვირუსული უმნიშვნელო ინფექცია და აი ამის მერე იწყება გაპროტესტება ასეთი მომენტები ეს ფაქტორიც ხდება ესეც ჩვეულებრივი ისეთი ფიზიოლოგიური მომენტია თვითონ რაც შეეხება ბავშვი ადაპტაციასთან დაკავშირებით ახლა გამახსენდა ბიჰევიორისტებს აქვთ ერთი საინტერესო მეთოდი ეს ბიჰევიორული ფსიქოლოგიის მიმდევრებს რომ პირველი კვირა ბავშვი და მშობელი ერთადაა ბაღში შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში როდესაც ბავშვი ყველაზე მეტად არის ჩართული თამაში მშობელი კიდებს ხელს და ძალით მოყავს ბაღიდან და ამის შემდეგ ბავშვი თვითონ უჩდება განსაკუთრებით უჩდება და სანამ გარკვეულ ქვეყნებში მუშაობენ ამ მეთოდიკით შეიძლება პრინციპში ამაზე ფიქრი. კალტონზია დღეს რეალურად ასე ხდება, რომ საჯარო ბაღში ბავშვები არიან შერეულ ჯგუფებში, ანუ 3 წლიანები, 4 წლიანები და 5 წლიანები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ. რამდენად კარგია ეს და რატომ ხდება რეალურად ეს? იცით, ჩვენი ბაღის მაგალითზე თუ იმსჯელებთ, ჩვენთან მაქსიმალურად არის დაცული ეს პრინციპი, მაქსიმალურად, თუმცა ვერ გავექცევით მსგავს შემთხვევებს, თუნდაც მშობლის დაჟინებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ დაძმა არიან დაუშვათ ბიძაშვილ მამიდაშვილები თუ მეზობლები და ასე შემდეგ.
თქვა ერთ ჯგუფში მოხდება ბატონო ასაკის მიუხედავად. ასაკის მიუხედავად ბუნებრივია. თუ ტყუპები არ არიან. ციტრი არის ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ოჯახში რამდენად ხდება ერთ-ერთის დომინირება. ანუ მე მქონდა მაგალითად პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა რომ მომიყვანეს ბიჭუნა 4 წლის, რომელსაც მეტყველება არ ქონდა და ნუ იქ საბენიერო დასთან ერთად მოვიდა და ნუ იქ დავაფიქსირე ასეთი რაღაცა რომ ზიან ერთად თამაშობენ, ამ დროს დადგება და მშობელს ეუბნება ძმის მოთხოვნილებასთან დაკავშირებით. აქ იყო დიდი დომინირება. თითო ვერ გაბედა და თქვა დამაიღო ინიციატივა საკუთარ თავზე. იმდენად ძლიერი სიმბიოზი იყო ჩამოყალიბებული, რომ ყველა წამყვანი ფუნქცია უფრო აქტიურ გოგონას ჰქონდა. გავაკეთეთ ასე რომ დავაშორეთ ეს ბავშვები 6 თვის განმავლობაში და ბიჭმა დაიწყო მეტყველება. მანამდე ქონდა ძალიან ბევრი ესეთი საშიში დიაგნოზები დასმული. ანუ აქედან დასკვნა პრინციპში ჯობია მაინც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს აი ამ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. ისე სასურველი მაინც და მაინც არ არის ერთ ჯგუფში. ერთ ჯგუფში არის. ისევე როგორც სასკოლო ასაკზე შეგვიძლია იგივე მაგალითზე თქვა. ბატონო ზია, რეალურად მაინც ძალიან ბევრი ბავშვი ზის ერთ ჯგუფში. 35 და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მეტიც მოხდეს. ეს რამდენად კარგია და თქვა რა ხდება? უნდა კარგი ნორმა ზოგადად ხო ის წესდება რომელთაც ჩვენ სარგებლობთ ქალაქის საბიუჯეტო საბავშვო ბაღები გვაძლევს იმის საშუალებას რომ 25 ბავშვი იყოს ბაგის ჯგუფში ამ 2-დან 3 წლამდე და 3-დან 6 წლამდე 35 ბავშვი შეიძლება. ახალი სასწავლო წლიდან ასეთი ცვლილებაც შევიდა წესში რომ იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ მოთხოვნილება ძალიან დიდი იყო შეგვიძლია რომ 5 ბავშვით გავზარდოთ კიდე ბავშვთა რაოდენობა, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს რა თქმა უნდა სამეურვეო საბჭო, მისი რეკომენდაციები უნდა იყოს დირექცია ყველა ერთად და მე უკვე მართვის სააგენტო ან დაგვთანხმდება, ანუ ცალკეული შემთხვევები ასე უნდა განვიხილოთ და შეგვეძლება რომ 5 კაცით კიდე 5 ბავშვით კიდე გავზარდოთ რაოდენობა, რაც ნამდვილად არ იქნება სასურველი, იმიტომ რომ თითქოს 35, იცით რა შეასაქმე ეს 25 და ორი პედაგოგი რამდენად საკმარისია? აი ორი პედაგოგთან დაკავშირებით კონკრეტულად ჩემ ბაღში რაც ხდება ჩვენთან ცვლიანი მუშაობა არ არის პედაგოგებისა. ექსპერიმენტის სახით ჯერ კიდევ შარშან წინ ჩემთან ბაღში ჩემი ინიციატივა იყო და არ ვიცი ახლა ეს რამდენად, მაგრამ მე არაერთმა ბაღმა დანერგა. მე ჩავთვალე რომ პასუხისგებლობის თვალსაზრისით ჯობდა რომ ყოფილიყო ერთი პედაგოგი მთელი დღის განმავლობაში, დიახ, ვიდრე ცვლილების მიხედვით გადაბარება, გადმობარების დროსაც ბევრი რაღაცა ლაფსუსი. ანუ ამას ირჩევს პრინციპში უკვე დირექტორი, ხო, როგორი? კი, დირექციის გადასაწყვეტია. თუმცა საშტატო განრიგები ასე დამტკიცდა, რომ თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს ერთი პედაგოგი და ერთი აღზრდელი და აღზრდელის თანაშემწე. დიახ, მაგრამ არც ის არის კრძალება, რომ დაუშვათ დირექტორმა თავისი შეხედულებისამებ კვლავ ცვლაში ორი პედაგოგი დატვირთოს, შესაბამისად ხელფასი გაყოს და ნუ აი ასე შემთხვევაში დირექცია და მე პირადად ჩვენთან ბაღში კონკრეტულად გვაქვს აი ასე ერთი აღზრდელი და თანაშემწე დღის განმავლობაში. ბატონ ზაზა, კიდევ ერთი თავსატეხი მშობლისთვის. რა ასაკში მიყვავს ბავშვი უკვე სკოლაში? 5 წელი, 6 წელი, გოგონებში და ბიჭებში. ციტაკაც მთავარი არის რამდენად მზადა ფსიქოემოციური სფერო ბავშვის სკოლისათვის. შესაძლებელია იყოს 5 წლის ასაკში ამისი მზაობა, შესაძლებელი არ იყოს მზაობა 7 წლის ასაკშიც, ან 8 წლის ასაკშიც. აი სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს ფსიქოლოგის მიერ შეფასება, რამდენად არის მზაობა აი ამ ყველაფრისთვის. ცით რა არის, არ არის მარტო საკმარისი თქვა იგივე წერა-კითხვის ცოდნა ან მათემატიკის ცოდნა, მნიშვნელოვანია ასევე მოტორული განვითარება ბავშვის, მნიშვნელოვანია რამდენად შეუძლია ადაპტაცია ახალ გარემოსთან. სწორედ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. აქ არის მეორე დილემაც, თუ ბავშვი 5 წლის ასაკში უკვე მზადაა ამ ყველაფრისთვის, რატომ არ უნდა წავიყვანოთ? დიახაც უნდა წავიყვანოთ, იმიტომ რომ მერე უკვე დაგვიანებამ შეიძლება სხვა. ხო, არიჩეს რაღაც გარკვეული პრობლემები თავს, როდესაც 5 წლის ბავშვი მეყავს სკოლაში. აი ჩემი ახლობლის მაგალითად შემიძლია გითხრათ, 5 წლის გოგონა წავიდა სკოლაში, თავი მშვენივრად გაართვა ამ პროგრამას, თუმცა ერთ რაღაცას ვერ ხვდება. როგორ არა? რატომ უნდა მიუმატოს კონკრეტულად სიტყვაზე 2-3? აი ისთვის არის ეს საჭირო. და ფიქრობ, თქვენ როგორ ფიქრობთ, კავტონზია? რამდენად ღირს 5 წლის ასაკში ბავშვის მიყვანა სკოლაში? მე საერთოდ არავის არ
ურჩევ, რომ 5 წლის ბავშვი მიუხედავად თავისი განვითარებისა, იმიტომ რომ მე ამომდივარ იმ საწყისიდან, რომ ბავშვს მინდა რომ გაუხანძილოთ ბავშვი. დიახ, აი ეს თორე რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ზოგი ბავშვი ისეთი განვითარებულია, რომ წინ უსწრებს ყველანაირად თავის ასაკს. მაგრამ მე მაინც მომხრე ვიქნებოდი, რომ აი კონსულტაციას რამდენად გადიან მშობლები პედაგოგებთან? წლის ბოლოს, აუცილებლად, რაც აგერ აქ მბრძანეს, აუცილებლად ფსიქოლოგი ამ დახასიათებას დებს. რამდენად არის მზაობა ნებისმიერი ბავშვის არა თუ 5 წლის, ის 6 წლისაც რომ მიდის სკოლაში, მე შესახებაც აუცილებლად წლის ბოლოს აუცილებლად კეთდება ეს დოკუმენტი და მაგის მიხედვით ვაძლევთ რეკომენდაციას მშობელს წაიყვანოს თუ არ წაიყვანოს 5 წლისა მით უმეტეს. თუ ასეთი გამონაკლისი არსებობს. ბაღის პროგრამაში არ შედის, როცა ბავშვმა უნდა ისწავლოს თქვა წერა-კითხვა, რეალურად ასეა, ხო? იცით რა შეასაგმე, წერა-კითხვა რომ უნდა ისწავლოს, ისე რომ დაჯდეს და დაწეროს, ასე არა, დიახ, მაგრამ აი გამოჭრილი ასოებით რომ აწყოს და უშუალოდ თავისი საკუთარი სახელი, ასოები რომ ამოარჩიოს დიდი ფორმატიდან და რაღაც ფუმფულა არსებობს რაღაც მასალა რომელთაც შეუძლია რომ რაღაც გრაგნილები გააკეთოს და ამის სახელს აძლევს აი ასე თორე და ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით რამდენად უნდა იცოდეს ბავშვმა წერა-კითხვა და რამდენად უნდა თუ ბაღის პედაგოგი არა მშობელი ზრუნავდეს ამაზე მე ჩემს მაგალითსაც მოგიყვებით მე მყავს უფროსი ქალიშვილი რომელმაც სკოლამდე თავად მოინდომა და მოიწადინა სწავლა წერა-კითხვის და მივიდა უკვე მზად ფაქტიურად სკოლაში თუმცა მეორე შემთხვევაში მყავს ბიჭი რომელიც არის 5 წლის და ნუ ვერანაირად ვერ ვასწავლით და არანაირად არ ინდომებს ეს რამდენად არის პრობლემური და რამდენად კარგია როდესაც ბავშვმა იცის წერა-კითხვა როდესაც შედის სკოლაში ესეც ინდივიდუალური ფაქტორებია ხა თვითონ როგორც აღმოჩნდა ადამიანების ბავშვების ძირითადი მასა 5-9 წლის ასაკი არის ყველაზე ოპტიმალური კითხვის სასწავლად. შესაბამისად არიან ბავშვები, რომლებიც თავისი ინიციატივით 4 წლის ასაკიდან იწყებენ სწავლას, არიან ბავშვები, რომლებსაც ეს უნარი უჩნდებათ 6 წლის ასაკში. ამიტომ აქაც თუმცა იცით რა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ეს არანაირად არ განსაზღვრავს შემდგომში პიროვნების წარმატებებს. ანუ შესაძლებელია კითხვა დაგვიანდეს, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იყოს ეს პიროვნება სკოლაში მოსწრებით და ასე შემდეგ. ანუ აქაც ბავშვის ინდივიდუალური, პიროვნების ინდივიდუალური ფაქტორებიდან. ანუ თუ ბავშვი გეწინააღმდეგება თქო 5 წლის ასაკში, უნდა დააძალოთ თუ არ უნდა დააძალოთ? არ უნდა დავაძალოთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნებისმიერი შეცდომა იწვევს უკვე რეაქციას და ამას შეიძლება შემდგომში მოგვიტანოს ბევრი უარყოფითი ფაქტორი. შედეგი გალდამზე ინკლუზიური ჯგუფები თუ ყავთ ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არ არიან და მშობელთა კუთხე ვიცი რომ ყველა ბაღში რეალურად არსებობს სადაც მშობელს შეუძლია რაღაც გარკვეული შენიშვნებიც კი ჩაწეროს და თქმა უნდა კუთხეც არსებობს ყუთიც არსებობს შემოსასვლელში შენიშვნების წინადადებების ჟურნალიც არსებობს და ეს ყველაფერი არსებობს და რასთავარია თანამშრომლობა არსებობს ჩვენ საბავშვო ბაღში დილა იწყება შესასვლელ კარებთან დგას დირექტორი დგას ექიმი და ასე შემდეგ ადამიანი, რომელიც დილამშვიდობა და დილამშვიდობისა. ამით ვიწყებთ ჩვენ მშობლებთან შეხვედრას, ბავშვებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ. ასე რომ და რაც თავარია, კარი ყოველთვის ღია დირექტორის შეგნებულად არის ეს კარი ყოველთვის ღია, როგორც არ უნდა დაუშვათ წერით სამუშაო მქონდეს ან რაღაც ისეთი აუცილებლად ეს იმიტომ რომ რაც შეიძლება მშობელთან ახლოს ვიყო. რაც შეიძლება რომ მშობელს ჰქონდეს იმის სურვილი, რომ თავისუფლად მოვიდეს მშობელი აქტიურად ჩართული. აი ეს მშობელთა კლუბი, რომელიც მე თქვენ გითხარით და უკვე 2 წელია ჩვენთან მუშაობს. შარშანი ყორას ტრენინგები ჩატარდა ქალაქის ბაღების ხელმძღვანელები და მეთოდისტები ვიყავით შეკრებილი და იქ ჩვენი გამოცდილება გაუზიარეთ დირექტორებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან დიდი მოწონება ხვდა ამასწილა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის სხვა ბაღებშიც ეს მეთოდი ამუშავდა. და ძალიან მოკლედ ონლაინ რეგისტრაციამ რამდენად გაამართლა თქვენი აზრით? იცით რა შეასაგმო ონლაინ რეგისტრაცია ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ხდება. უბრალოდ ბაღი არ არის ჩართული ამ პროცესებში და იმასაც გეტყვით რა ხარისხით ვართ ჩვენ აქ ჩართული. არიან მშობლები, ვინც დაუშვათ ზაფხულის პერიოდში არის სადღაც მთაში დასასვენებლად და ხელი არ მიუწვდება. დიახ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა საქმის წარმოებელი ზის ოფიციალურად საბავშვო ბაღში ბაღი არ არის დაკეტილი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიუხედავად ჩვეულებებისა და ჩვენ ვემსახურებით ისეთ მშობელს, რომელსაც ხელი არ მიუწვდება. დიახ და პირველიდან 10 ივლისამდე რეგისტრაციას გადიან სოციალურად დაუცველები 10-დან სამი ბავშვი დარეგისტრირდა ჩვენთან მაგ სტატუსით. ის ბავშვები ვისი დაძმაც რეალურად თქვენს ბაღში სწავლობს და დანარჩენი თუ ადგილი დარჩა ბუნებრივია ყველა მსურველი. და ხდება თუ არა სექტემბრიდან ბაღი უფასო.
იცით რა ინფორმაციაც გვაქვს 99.9%-ით ნამდვილად ხდება უფასო, ასე სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს მშობლებისთვის და მასთან დაკავშირებით იცვლება ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც გასული 2 წლის განმავლობაში იყო მშობლებთან დადებული, სადაც იყო თანხა მითითებული. ასე რომ ახალ რეჟიმში გადავდივართ და მზად ვართ, რომ კიდევ უკეთესად დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში. რომ ამ თემით დაინტერესდით. დიდი მადლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შვილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. ბრუნდებით სტუდიაში შევიკრიბეთ ბევრი მაღალი შვილები, თუმცა აქვე მინდა აღნიშნო, რომ არ ვართ დათესავები. ბატონი ნუკრი მაღალაშვილი, ცნობილი ქორეოგრაფი, მის მეუღლე მედია მაღალაშვილი, მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ერთ საქმეში ხართ მეუღლეები. ეს რთულია თუ ადვილია? ზოგი ამბობს, რომ არ უნდა მუშაობდეს ცოლ-ქმარი ერთად, ზოგი ამბობს, რომ პირიქით ავსებენ ერთმანეთს, როცა ერთი და იგივე რამეს ემსახურებიან და ამ შემთხვევაში ეს არის საბალეტო ხელოვნება. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე დავიწყებ ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ჩვენ მარტო ეს ბოლო წლები არა, თავიდანვე, როდესაც დავქორწინდით, ვეკვდით ერთად ძალიან ბევრს, ჩვენ თეატრში, ოპერისა და ბალეტის ასე ვთქვათ, წყვილი არ შეიძლება ითქვას, მაგრამ ძალიან ბევრს ვეკვდით კიდეც ერთად და შემდგომში როცა დავანებეთ ცეკვას თავი და დავიწყეთ უკვე სპექტაკლების დადგმა, მაშინაც ერთად ვართ ეხლაც და ძალიან მეხმარება მედია. რთულიც არის, რა თქმა უნდა, თავისი პრობლემები გააჩნია. აი რა პრობლემებია? იცით რა პრობლემებია ხასიათში ალბათ, იმიტომ რომ ნუკრი არის ძალიან ესეთი განასწორებული. გაწონასწორებული და მე ვარ უფრო ემოციური, ახლაც მეტყობა ეთყობა. რაღაცნაირად, ვავსებთ ერთმანეთს. ის სადაც ნუკრი წყნარად არის, მე ვარ ძალიან. აი ეს გადაწყვეტილება, რომ წასულიყავით ქვეყნიდან, სადაც პრინციპში აღიარებული ხარ, დამკვიდრებული გაქვს საკუთარი თავი, სახელი, წახვიდე უცხო ქვეყანაში, იქ დაიწყო ნულიდან, იქ ამტკიცო კიდე რაღაც, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და აი ამ შემთხვევაში რომელმა უფრო დაეხმარეთ მეორეს ისიც როგორ არის ეს გადაწყვეტილების მიღება. ეს მოხდა რაღაცა გაუგებრობა არ იყოს, ბევრჯერ მეთქვია, ამ თემაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, 99 წელს. ეს იყო ჯერ კიდე რაქნებული სოციალიზმი. შეიძლება ნუ პერესტროიკა იყო დაწყებული და ასე შემდეგ. კი, 99 წელი იყო და მაშინ ჩვენ ვაპირებდით წასვლას 2 მაქსიმუმ 3 წლით. მეტი განმავლობა არც ეძლეოდა საშუალება სპეციალისტებს. და ადვილად მიიღეთ, ერთხმად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თუ რომელიმე უარზე იყო? არა, ერთხმად. რომელი უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი? ოპტიმისტურად არც ერთი არ ვიყავით, იმიტომ რომ ძნელი იყო, ბავშვები ყავდა, ბიჭი იყო პატარა, გოგო უფროსი იყო და რაღაცნაირად, მაგრამ სხვა გზა კი არა, მე მქონდა პრობლემა. ცეკვას თავს ვანებებდი რაღაც ცოტა ისეთი ნერვიული. შეეშინდა გულის პრობლემა მაქვს, ამას ნერვოზი ხარ და მე თუ მგითხო. ხო და საჭირო იყო წასვლა, მირჩიეს რომ ჯობია წასვლა და ნუკრისთვის ალბათ ძალიან ძნელი იყო, მე ერთი წელი უკვე არ ვცეკვავდი და ნუკრი სპექტაკლიდან წავიდა, აი 17-ში იცეკვა და იმ საღამო 18-ში წავედით თურქეთში, მაგრამ ამდენ ხნის რო წავიდოდით, ნამდვილად არ გვეგონა. არ აპირებთ დაბრუნებას? ძალიან გვინდა და დავბრუნდით კიდევაც, მქონდა ჩვენ ეს მცდელობა, მაგრამ 1-2 წელი ვიყავით, მერე წელი. როგორ? აბა, სულ 5 გამოვიდა, მაგრამ 3 ვიყავით აქ და მერე წელიწად ნახევარი 2 წლამდე ვმუშაობდით აქაც და იქაც. შემოთავაზებები არ გაქვთ დავიჯერო აქედან, რომ აი დაბრუნდით და რაღაც ისეთი წინადადება, რომელზე უარსაც ვერ იტყვით გაგიჭირდება. შვენერი ფრაზა, მაგრამ თან ციტატა არა, ჯერ არ მქონია, თორე მე არც დავფიქრდები. თურქეთზე მინდა ვკითხოთ, კი ბატონო, თურქული საბალეტო სკოლა არსებობს ესეთი ტრადიცია აქვს იმ ხალხს? არა, ბალეტი. არ ხონდა, თუ შეიძლება მე ვიტყვი, იცით რა იყო, ახლა ჩვენ ნამდვილად, ნუ სკოლა არის რუსული, ფრანგული. ამერიკაში ძალიან ძლიერია, როგორც ვიცი. ამერიკაში მაინც ბალანჩინმა წაიღო და მაინც რუსული სკოლა სკოლა ტრადიციაზეც თავისებურად და სხვანაირად შექმნა და აი ჩვენც ესე დაგვემართა სხვათა შორის ძალიან ხშირად იძახიან რომ
არც რუსული სკოლა, არც ვთქვათ, სხვა რაღაცა სხვანაირი შეიქმნა, იმიტომ რომ ქართულ სკოლას და ვახტანგ ჭაბუკიანს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენ. ნამდვილად. ძალიან დიდი, აი ეს აი რაღაცნაირად ემოციური ბალეტი. და რამდენად პოპულარულია? თქვენი ბალეტი არის ყოველთვის განსხვავებული, ყოველთვის რაღაც სიახლეა, მოდერნთან მიახლოებული. ხო, როგორ იღებენ ამ სიახლეებს საქართველოში? და იგივე ვთქვათ თურქეთში ან ქვეყნებში, სადაც თქვენ გასტროლით დადიხართ. იცით რა, ნუ მე პრინციპში ვდგავ ხოლმე ნეოკლასიკას და რაც თქვენ შეკითხვას შეეხება, 6 თეატრია ახლა ამჟამად თურქეთში, ოპერისა და ბალეტის. მე 6-ე გაიხსნა სულ რამდენიმე წელია სამსუნში, სადაც ბოლო 1 წლის წინ იქ მუშაობდნენ მთავარ ბალეტმეისტერას თხოვნეს გენერალური დირექციიდან, რომ ასე ვთქვათ კიდე ერთხელ წამოგვეწია ის, იმიტომ რომ ამის პრაქტიკა უკვე გქონდა მერსინში. რამოდენიმე თეატრი გავხსენით და ახალი დასი იყო და ის დასი ასე ვთქვათ შევქმნით. 7 წელი მუშაობდით მერსინში და 4-ჯერ ვიყავით იტალიაში, მოვიარეთ სკანდინავია, ჩამოვედით საქართველოში. ნუ მერე დამიძახეს სტამბულში, ეს უკვე 2005-ია და სტამბულის მერე აქ ისეთი ძვრები მოხდა და ცვლილებები, ძალიან დიდი მოლოდენი მქონდა და გადავწყვიტე დავბრუნდით და მერე უკან წავედით. ჯერჯერობით იქ ვარ და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ძალიან კარგად იღებენ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ საერთოდ ბალეტი არის ძალიან სინთეზური ხელოვნება, ეს ყველაფერია, აი როგორც ხედავთ ახლა, კოსტუმი, განათება, დეკორაცია, ქორეოგრაფია, თვითონ შემსრულებელი, ორკესტრი, ნუ მილიონი კომპონენტია და თუ რომელიმე ამოგივარდება, უკვე ესე იგი აი კლასიკურ ბალეტს რა ადგილი უჭირავს დღეს მსოფლიო საბალეტო ხელოვნებაში და აი მოდერნს და აი სიახლეებს, რასაც თქვენ ძალიან ხშირად ვსთავაზობთ. იცით რა შეასაქმე, ახლა აი კლასიკური ბალეტის არ შეიძლება რომ კლასიკური ბალეტი გაქრეს. ეს არის ისტორია, ეს არის რაღაც აი ანტიკვარული ხელოვნება, არ შეიძლება რომ დარჩეს ბალეტი. ბალეტი არის ჩვენი სხეული და სხეული ყოველთვის ყველაფერს გამოხატავს და შეიძლება ფორმა იყოს სხვადასხვა, იყოს მოდერნის, იყოს კლასიკის, მაგრამ ნეოკლასიციზმ, მაგრამ დღევანდელობაზე უნდა მოგიყვეს, რომ არ მოხდეს ეს ხელოვნება. აი რაც გაწუხებს დღეს. ბალეტი ძალიან ადვილად და კარგად შესაძლებლობას გაძლევს. აი მე მაგალითად ვთვლი, რომ აუცილებელია ისეთ სპექტაკლი შეიქმნას, რომელიც თუნდაც აი დღევანდელ დღეს გვიყვებოდეს დღეს საფრთხე. ეს არის ამორძალები ვატო კახიძის, ეს არის ანკარის თეატრი. ეხლა რამდენიმე დღეში უნდა წავიდეთ მე და მედი ანკარაში. ბოდრუმის საერთაშორისო ფესტივალია ბალეტის და ანკარის თეატრს მიაქვს იქ ამორძალები. და ამას წინ ერთი თვის წინ მქონდა პრემიერა ანტალიის ბალეტთან, სადაც დავდგი ასპენდოსი არის ესეთი ფესტივალი. აი ეს ჟურნალი არის ამის მოწმე, სამწუხაროდ კადრები არ გამოუგზავნიათ ჯერ. ამ ასპენდოსის თვითონ ამ ნაგებობას ეხება, ეს არის უძველესი 2000 წლის არის. ჩვენი ოპერატორი რომ აი ჩვენი ეს კადრი და ამის როგორ იქნებოდა არქიტექტორმა რა პირობები იყო და როგორ იყო, რატო შეიქმნა და რაღაც ცოტა იმედია ლიბრეტოში დაამატა იქ ინტრიგა, რა თქმა უნდა, ერთი არის ცუდი, ერთი კეთილი. თურქეთში მიმდინარე მძიმე მოვლენები რაღაცნაირად ხალხს იყო, მაგრამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ზუსტად მაგდროს Facebook-ებზე დაუგიათ მაინდა-მაინც წამყვანებს და ბავშვებს, ვინც მონაწილეობდა ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ რაღაც შეთქმულებასავი თქვეს, რომ ამ დროს არღის კატების ძაღლების და რაღაცა თავისი სპექტაკლიდან რაღაცა სურათების ან კადრების დადება და ძალიან სერიოზულად ასრულებენ ამ შეთანხმებას და გაშუქება რა თქმა უნდა იყო, მაგრამ იმდენი არა რაც უნდა მოხდარიყო. ზუსტად იმ პერიოდში იყო 5 ივნისი იყო ჩვენი პრემიერა. და მომავალ სეზონს ისევ ანტალიის თეატრი გახსნის ამ სპექტაკლით, ანკარა როგორც მოგახსენებთ. ჯერ ფესტივალზე უნდა წავიდეთ, მერე უნდა გახსნას სეზონი ანკარის ოპერის თეატრმა. სამსუნე გახსნის 1001 ღამით ისიც ჩემი. თვითონ თურქეთის ხელისუფლება
რამდენად ეხმარება ამ დარგს? ანუ ეს მნიშვნელოვანი ეს არატრადიციული ხელოვნებაა თურქეთისთვის, ცხადია, ისევ როგორც თავის დროზე ფეხბურთი აღორძინეს. თან ვიცით ჩვენ თურქების თვითონ მისწრაფებანი სხვადასხვა ხელოვნების თუ სპორტის დარგების განსაკუთრებულად აღორძინებს, აი ბალეტი თუ არის მაქციაში. თუ შეიძლება. იცით რა შესაქმე? ეს ზუსტად მაგას ვლაპარაკობთ, რომ აი ძალიან დიდი ხელშეწყობა ქონდა თეატრებს, ბალეტის ხელოვნებას, თეატრს. დიდი თანხები იხარჯებოდა. თანხებიც იხარჯებოდა და 7 თეატრი. ახლა მსოფლიოში პრინციპში იკეტება ძალიან თეატრი, ევროპაში. ძვირი ფუნებაა. იქ იხსნებოდა. და აი ეხლა ხანს რატომ მოხდა ეს მოვლენები და ჩვენი მოცეკვავებიც და ბავშვებიც ყველანი გამოვიდნენ. ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა და ძალიან ამაყები არიან, რომ აი ამ 60 ბალეტი არის 50 წელი. ჩვენთან თუ 200 წელია და ჩვენი ოჯახია მარტო აი რომ დაითვალო რამდენი წელი ვართ ბალეტში 200 წელი გამოდის და ნუ მამა ნუკრის მუშაობა ჩემი ნუკრის დედა ისეთი აი 200 წელი რომ დაითვალო ერთი და იქ სულ 50 წელია 25 წელი ჩვენ ვართ და ძალიან გავზარდები და ნამდვილად ახალგაზრდაებია. მოდი დაბრუნდი. იქ დაბრუნდები და ძალიან ეხმარებოდა და ეხლა უნდათ რაღაცნაირად აი ცოტა ან ეკონომიურად ახლა ამდენი არ ვიცით ძვირი ჯდება ან რაღაცნაირად ცოტა იმიტომ რომ ძალიან გახსნილები არიან და ახალგაზრდობა ძალიან გახსნილია თურქეთში. უნდათ ხო ბალეტი აინტერესებთ. ხო და ძალიან აინტერესებდა ეხლა აი ახლა შეკითხვა მაქვს მე დილეტანტი ვარ ამ სფეროში მაგრამ ვიცი რომ ზოგადად ხელოვნება სასცენო და მიდის ადრე იყვნენ საბალეტო ვარსკვლავები და ამ ვარსკვლავებზე ეგებოდა მთელი თეატრი და ეხლა თურქეთში მაგრამ თურქი საბალეტო ვარსკვლავებისთვის ან ვარსკვლავი ცნობილი არ არის ანუ აი როგორ ვითარდება რა სპეციფიკა აქვს იქ როგორ არის ანუ მთლიანად ჯერ ყამირია და ზდით ამ ვარსკვლავებს თუ აი როგორ აქვს შემოქმედებითი აქცენტები გადატანილი შეიძლება მე გიპასუხოთ რომ ეს ესეთი თემაა ძალიან აქტუალური თემაა ჩემთვის პირადად მე ვთვლი რომ აი ეს ვარსკვლავებზე და რაღაც მაგ სახელებზე აგებული ან რეპერტუარი ან შემოქმედება ძალიან მოკლევადიანია მე მიმაჩნია რომ თეატრში დასზე უნდა იდგმებოდეს სპექტაკლი თუ ყავს ვარსკვლავი რა კარგია მაგრამ იმის და მიუხედავად რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა და თავის თავზე დადგა დაუშვათ იგივე ოტელო მის მერე ცეკვავდა მამაჩემიც ვახტანგი ცოცხალი იყო და ეცვლებოდნენ მერე სანაძემაც იცეკვა და ასე შემდეგ მე მიმაჩნია რომ აუცილებელია იდგმებოდეს იმ დასზე რომელშიც მუშაობ არ არის აი ეს როგორც ქსეროქსში რო ჩადებ და დააქსეროქსებ და დაუშვათ სან-ფრანცისკოში შეიძლება მშვენივრად მიდის სპექტაკლი ჩვენთან ჩამოვიდეს და ისეთი წარმატება კი არა მაგრამ ის ჩვენი მენტალიტეტი სხვა არის ჩვენი სკოლა სხვა არის ჩვენი ემოციები და აი ეს რაც მედია ჩვენ რაც გვაწუხებს დღეს აი ნამდვილად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ იქნება თეატრი ცოცხალი ზოგადად შეიძლება ახალგაზრდების თეატრი და ესე გამოდის რომ რაღაცნაირი ისეთი ანტიკვარული ცოტა ნაფტალინის გასაგებია ნუ ახლა მაგალითად ამორძალებ მაპატენა ზოგადი სპექტაკლია მაგრამ მაინც ყובה სიყვარულზე რომ მამაკაცი და ქალი უნდა ცხოვრობდნენ ერთად და არა ქალები მარტო აგებული მაქვს ამაზე მთელი ლიბრეტო მედიამ დაწერა და ეს მათი სამყარო ინგრევა ბოლოში არის ძალიან დიდი რაღაც მიწისძვრასავითრის ინსტალაციას ვანახებთ და მთავრდება იმითი რომ ქალი და მამაკაცი უნდა იყვნენ აუცილებლად ერთად და მათ სიყვარულზეა აგებული მაგრამ არის ისეთი თემები ნუ რა ვიცი ახლა საქართველოში იმდენი თემაა რომ ყოველდღე ისეთი რაღაცეები ხდება და მე სწორედ ქართულ ბალეტზეც მინდა გკითხოთ აი თქვენი გადმოსახედიდან როცა შორიდან უყურებთ ამ ყველაფერს დღეს რა მდგომარეობაა ჩვენთან საქართველოში ნუ თუ შეიძლება მაგითი დავიწყებ რომ ჩემი თავი არასდროს არ მიმაჩნდა რომ შორიდან უყურებ ნუ გიწევთ მაინც დისტანციას გულის ხო მხოლოდ სკაიპი და ტელეფონი გეოგრაფიულად მართალი ბრძანდები მე ვთვლი რომ აუცილებელია მხოლოდ ის კი არა რომ მოდერნ ბალეტი იყოს ან რაღაც თანამედროვე დადგმა იყოს საერთოდ ხელოვნება და თეატრი
ეს მეტად ჩემი აზრი იყოს, მაგრამ ჩემი აზრი არ არის. უნდა უსწრებდეს დღევანდელ დღეს. და აი ჩვენი ქართული ბალეტი დღეს უსწრებს ამას ვერ გეტყვით რომ უსწრებს, იმიტომ რომ ჩვენ რატო რა პრობლემებია? აი მაგალითად თანამედროვეობას რაც აგვისახავდეს. მე არ გულისხმობ მხოლოდ მოდერნს. აი იმ სიუჟეტს, იმ ლიბრეტოს ძალიან ადვილი გასაკეთებელი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. მქონდა კიდე ცდელობა ლიბრეტოს დავწერე და იქ ცოტა პოლიტიკაც არის, აი ეს პიროვნება და საზოგადოება ეს ცოტა ამ თემებს მოერიდა ბოლო დროს ვთქვათ ბალეტი. იცით როგორ მაინდა-მაინც არც ყოფილა აქტუალური, ნუ ისეთ პერიოდში იყო საბჭოთა კავშირის დროს დაუშვა ჭაბუკიანი, ნუ სხვა სპექტაკლებს გავდა უფრო ტრადიციულ. აქტუალური იყო, მაგალითად ლაურენცია ძალიან აქტუალური იყო იმ პერიოდისთვის. მაგრამ ლაურენცია როდესაც გამეორდა 2007-ში დავდგი ლაურენცია, ნუ განვაახლე დავდგი. ისე გამოვიდა რომ მაინც ძალიან აქტუალურია და ძალიან ბევრი მოდიოდა და მეუბნებოდა რომ პირდაპირ ეს სპექტაკლიო გადითო იმასთან პარლამენტთან, მაშინ პარლამენტი ჯერ კიდე თბილისში. ლაურენციის ბოლო სცენა ეს აჯანყება და ის ზუსტად იმაზე ლაპარაკი რომ ერთპიროვნული მოქმედება, ერთპიროვნულად როდესაც წყვეტს ადამიანი ბედს და თვითონ ბოლოში ну ცოტა გვაქვს მოსაყოლი აი ეხლა რამდენი რამე გვაქვს მოსაყოლი ჩვენი ახალგაზრდები სათქმელი და ცოტას ვამბობთ ამას გულს მე მგონია რომ ცოტას ვამბობთ არ ვამბობთ ну რაღაცა ანტიკური უფრო აქტუალური უნდა იყოს თვითონ თემა შეიძლება აიღო უფრო აქტუალური დღეს რაც დაუშვათ მარტო ჩემი ასაკის ხალხს კი არა და ახალგაზრდებს მიიზიდავს ბალეტის საყურება ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს აქტუალური თემები მოითხოვს ალბათ სითამამეს შემქმნელისაგან იმიტომ რომ კლასიციზმს იოლია მიემალო ამ დროს როცა გამოდიხარ და შენ კლასიციზმში იოლია ხო გესმის კლასიკაა და დამთავრდა იქ ნუ ესეა და როცა შენ გამოდიხარ და დღესაც ახალგაზრდასთან ნებისმიერ საღელოს იმას დგავ აქ ძალიან თამამი უნდა იყო აქ იგივე ფორმებს ვერ გამოიყენებ და აი თო ამის გაბედულება ბალეტის სცენით და ისინი დაინტერესდა ცოტა რთული ალბათ უნდა ეძებდნენ ხო რაღაცას მაყურებელი მიიღებს რაღაცას არ მიიღებს საერთოდ ძალიან რთული პროფესია აი ძალიან საინტერესო თუ შეიძლება ვიტყვი ხო ჩემი პერიოდი ნაპრიკლად თეატრში მე ყველაზე მეტად მახსოვს ძალიან ბედნიერი ვიყავი გოგი ალექსიდესთან მუშაობით ვახტანგ ჭაბუკიანით მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მიშა ლავროვსკიმ რო გააკეთა პორგი და ბესი იმიტომ რომ ეს იყო შენზე გაკეთებული ეს მაშინა ეს თემა ნუკლეიმას აი სპორტინგ ლაიფს ცეკვავდა და ეს იყო ნარკომანიის თემა და რაღაცა აქტუალური იყო ჩვენთვისაც ესე თუ ისე მაშინ და ძალიან შენზე დადგმული სპექტაკლი შენ რომ მონაწილეობას ღებულობ და შენ რო ხარ ამის ნაწილი აი რაღაცაში მორგებული ვიღაცაზე შენზე კი არ გადმოდის აი შენთან ერთად იდგმევა. სამწუხაროდ უნდა დავამთავროთ საუბარი. ბოლოს მინდა უბრალოდ ძალიან მოკლედ გითხოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ორი სიტყვით თუ შეგიძლიათ. უმოკლესი გეგმა არის ამ დღეებში უნდა წავიდეთ ანკარაში, იქ უნდა მოვამზადოთ ისევ ამორძალები, გაიხსენონ და შესაყვანი ყავს ერთი წყვილი ახალგაზრდა, მერე ბოდრუმში ფესტივალზე უნდა წავიღოთ. შემდეგ ანტალიაში უნდა წავიდეთ სეზონის გახსნა ექნებათ ამ ასპენდოსის ბალეტით და იმის იქით მე ჯერ არ დამიგეგმია მაგრამ ყველაზე ჩემთვის უბრალოდ ჩვენთვის დღევანდელ დღეს მწვავე თემა არის თბილისში დაბრუნება გვინდა ეს არის ჩვენი გეგმა მე გისურვებთ რომ ძალიან მალე დაბრუნდეთ და ყველას უსურვებ ამას ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის მე კი ხვალამდე ვემშვიდობები მაყურებელს პროექტს ძალიან დიდი მადლობა. ხალხი, სულ სხვა თემები და სულ სხვა სტუმრები დაგიბრუნდებით ზუსტად 9 საათზე. ნახვამდის.